გამარჯობა მეგობრებო, მე ვარ გიორგი ჭაუჭიძე, ეს არის გადაცემა სკოლაზე, რომლის მიზანია საზოგადოებაში სკოლის შესახებ არსებული წარმოდგენების ერთგვარი ტრანსფორმაცია, აგრეთვე ჩვენი სტუმრების განსხვავებული რაკურსით წარმოჩენა. დღეს ჩვენი სტუმარია რუსუდანა აბუაშვილი, შეიძლება დაიბნეს ჩვენი ერთგული მაყურებელიც კი და უფრო გასაგებად რო ვთქვა, ჩვენი რუსკა არის დღეს ჩვენი სტუმარი. რუსკა, გამარჯობა, დიდი მადლობა რომ მონაწილეობ ჩვენს გადაცემაში. მადლობა რომ მომეწვია ველოდი იმ დროს, როცა ჩემი დროც დადგებოდა რომ შენს გადაცემაში მოვსულიყავი. მომწონს შენი გადაცემა და წარმატებებს ვუსურვებ რაღაც კუთხით, იმიტომ რომ ბავშვობა ის ნაწილია, რაც ყველას გვაერთიანებს და ეს სკოლაში სიარული და ასე შემდეგ, სკოლის პერიოდი და რაღაც ისეთი ნიშური გადაცემა რო გაქვს, სადაც ხალხი თავის ბავშვობაზე, თავის აზრებს აზიარებს და ასე შემდეგ. ძალიან საინტერესოა, მოკლედ. შენს ნიუსში სტუმრები არ მყავს ხოლმე, თორემ შენს დაგპატიჟებდიო. შემიძლია სპეციალურ კორესპონდენტად რაღაც მომენტებში. მოკლედ დღეს ვისაუბრებთ შენს სკოლაზე. და რა თქმა უნდა თანამედროვეობასთანაც დავაკავშიროთ შენი გამოცდილება სკოლაში და დავიწყოთ ასეთი შეკითხვით 60 ტანსაცმელი ან რამე აქსესუარი რომელიც გახსენდება უცებ როდესაც სკოლა მოგაგონდება ხო აქსესუარი უფრო ალბათ ჩანთა მახსენდება პირველი იმიტომ რომ ნაირ-ნაირი ჩანთები მქონდა ხოლმე რომელსაც სკოლაში ზურგ ჩანთად დავატარებდი 60 ესე პრინციპში არაფერი არ მახსენდება იმიტომ რომ ფორმებით თითქმის არ მივლია სკოლაში არც ერთ წელს 1-2 წელი შემოიტანეს საჯარო სკოლაში დავდიოდი და როცა განათლების სამინისტრომ შემოიტანა ეს ფორმები ყველგან იმ პერიოდში მეც მომიწია 1-2 წელს მაგრამ საშინლად არ მომწონდა ეს ყველასნაირად რა უნდა მოცმოდა იმიტომ რომ ჩაცმულობა ყოველთვის რაღაც ის იყო ხომ მე თითქოს ჩემს თავს რაღაცნაირად გამოვხატავდი ჩემს ტანსაცმელში რა შეიძლება ზოგჯერ ვიღაცისთვის ძალიან ცუდადაც მეც რა ვიცი მაგრამ ჩემთვის ის იყო და ამიტომ ეს ფორმები და რაღაც არ მომწონდა შესაბამისად ტანსაცმელზე მეტად უფრო ეს აქსესუარ ჩანთას დავუკავშირებდი საჯარო სკოლა ვახსენე გითხარი რომელი სკოლაა ეს ან სკოლები არა სკოლები არა სკოლა მე სულ ერთი სკოლის ერთგული ვიყავი მე-11 საჯარო სკოლა არის ნაძალადევის რაიონში ერთი ჩვეულებრივი სკოლა სადაც თავის დროზე ნუ დედამ გადაწყვიტა და ჩემო ოჯახმა რომ იქ უნდა მევლო ოღონდ რატო გადაწყვიტა ხა რაღაც მიზეზები იყო ახლოს იყო ჩვენ სახლთან საკმაოდ და მარტივი იქნებოდა ჩემი იქ სიარული ნუ გაკითხული გქონდა და ნორმალურ განათლებას აძლევდნენ იქ ბავშვებს და ასე შემდეგ და მოკლედ გადაწყვიტეს რომ თავიდან პირველი რამდენიმე წელი მევლო ამ სკოლაში მე თუ რამე სხვა სკოლაში გადავიდოდი მაგრამ ისე აღმოჩნდა რომ შემოურჩი ამ სკოლას 12 წელი რაღაც ჩემი პირადი გადაწყვეტილებების გამო და რომელი წლებია ეს 2003-2015 დაახლოებით ხო 2003 ანუ რაღაცნაირად ახალი 2000-იანების მიხეილ სააკაშვილი და მე ერთ დროის პრეზიდენტი გახდა და მე სკოლაში დავიწყე სიარული და მაგ დროს მომიწია ცოტათი მიშას რეფორმები მათ რაღაცნაირად საგანმანათლებლო კუთხით მოგვიყევი შენს ოჯახს 2003 წელს ვინ ხართ ვინ ცხოვრობთ და ცხოვრობთ მე ბებო და დედა დედა არის ამ დროს სტუდენტი და თან მუშაობს სტომატოლოგი ხდება და თან მე ხა 27-ის ვარ დედა იყო 20 წლის რო გამაჩინა ან ფაქტობრივად ძალიან პატარა იყო რა ნუ ძალიანაც არა მაგრამ პატარა იყო მაინც და ვინაიდან დედა სწავლობს და მუშაობს ამ დროს ბაბუაც მუშაობს არა პაპა ბაბუას რო ეძახი არ უყვარს იმიტომ რომ ჩვენ ქართლიდან ვართ პაპაც მუშაობს და ნუ მე ბებოსთან ვარ ძირითადად იმიტომ რომ ბებო დიასახლისია ბებოს დავუყავარ სკოლაში და რა ვიცი მეცადინეობით დიდად არ მომეცადინებდა ბებო იმიტომ რომ მე თვითონ მიყვარდა ხოლმე რაღაც მეცადინეობდა და შემდეგ ამიტომ ძირითადად ბებოს გოგო ვარ ესე შემიძლია დავარქვა ეს პერიოდი ეს არის რა და როგორ გავიხსენებდი ამ პერიოდს სხვა შორის მოესწარი ცოტა უშუქობასაც ცოტა იქ რაღაც ლამპაზე გაზდას და რაღაც მაგრამ აი 2003-ის მე როცა მე სკოლაში შევედი უფრო აღარ იყო ეგ პრობლემები რა კარგი პერიოდი იყო, აი შემიძლია თქვა რომ რაღაც ბავშვობა ჩემი ცხოვრების საყვარელი ნაწილია. კარგი ბავშვობა მქონდა მოკლედ და უკმაყოფილო არ ვარ. ბებოსთან რჩებოდი ხოლმე ესე იგი სახლში სკოლამდე. კი, ბებოსთან. სახლში დადიოდი?
ბაღში დავდიოდი, ოღონდ ძალიან სასაცილოა ჩემი და ბაღის ურთიერთობა, იმიტომ რომ ბაღიც იქ ერთ-ერთი ბაღი შეერჩია დედამ, რომელიც სახლთან ასევე ახლოს ჰქონდა რა, ნორმალური ბაღი იყო იმ დროისთვის რა უჭერდა. უბრალოდ დედამ გადაწყვეტა, რომ თავის მეგობრების შვილებთან ერთად შევეყვანე ბაღში, იმიტომ რომ ამბავშვებთან ერთად ვთამაშობდი ხოლმე, ესე ცალკე დავდიოდით აქეთ-იქით და იფიქრა დედამ, რომ ესე უფრო ადაპტაცია გაუმარტივდება ბავშვებთან და ასე შემდეგ. აუ მე ვიყოლიებდი დედაჩემის ნათლს და ქალიშვილს ლიკას და რომ მიგვიყვანდნენ ბაღში ვიდექით კართან და დემონსტრაციულად ვტიროდით სულ ანუ არ მინდოდა ბაღში დარჩენა ზოგჯერ კი ვერთობოდით რაღაც ცოტას ვართავდით ერთმანეთს მაგრამ სინამდვილეში ძალიან არ გვიყვარდა ბაღი და რა ვიცი აი თითქმის სულ ვტიროდი და დედაც უკვე ხა მეკითხებოდა ხოლმე აბა დღეს წავიდეთ ბაღში თუ ვეტყოდი რომ სახში თუ დავიწყებდით ერილს პირდაპირ ცხადია არ მაძალებდა ბაღში სიარულს მაგრამ ნუ იყო მომენტები როცა იქ ტოვებდა და მე ატირებული ხვდებოდი ხოლმე და მივყავდი და რო გითხრა რომ ძალიან ბევრ ხანს დიდხანს ვიარებ ბაღში მოგატყუებ ალბათ ეს 50 ჯერ თუ იქნები ბაღში საერთოდ ნამყავი მე ჯერ არ მგონია თუ გიფიქრია ან როგორ ფიქრობ არ ვიცი რატომ არ გიყვარდა ბაღი რომ წარმოვიდგინოთ პატარები ბავშვები თანატოლები იქ იყვნენ გართობის საშუალება გექნება. მე მივხვდი რატო არ მიყვარდა, იმიტომ რომ ზოგადად ყოველთვის მიყვარდა ხოლმე ყურადღების ცენტრში ყოფნა რაღაცნაირად. აი მაგალითად სახლშიც ნუ მე 10 წელი დედის ერთად ვიყავით, დედაჩემს უეხვეწებოდი რომ მეთქი და ან ძმა მინდა აუცილებლად და ბოლოს ნუ ეხა დამყავს 18 წლის, მაგრამ რაღაც ეს პირველი 10 წელი ჩემი ბავშვობის მარტო რო ვიყავი და სახლშიც ყველა მე დამფოფინებდა, აბა რუსას რა უნდა, აბა ესე, აბა ისე მე ჩვეულებრივ სიტუაციად მიმაჩნდა რომ სადაც მე ვიყავი ყველას ჩემს გარშემო უნდა ეტრიალა რა და თან იქ ბაღში მიმქონდა ჩემი სათამაშოები ჩემი სკამი მქონდა და ყველაფერი ჩემი მქონდა და ზოგჯერ რო ხედავდი რომ ვიღაც ბავშვები ამას ჩემი ნივთებით თამაშობდნენ და თან მე რო დაბრუნება მინდოდა არ მიბრუნებდნენ ზოგჯერ იმიტომ რომ ისინიც ბავშვები იყვნენ რა უნდა და თამაში მაგრამ რა იცის ახლა ჩემი მე არ უმწონდა რომ მეთქი ჩემს ნივთებს ნუ თუ როგორ შეიძლება ჩემი მეგობარი არ მაძლევდეს ბაღელი და ამის გამო დიდად არ მომწონდა თან აი ძალიან ბევრი ბავშვი იყო მაინც მეტნაკლებად და ხოჭი ყველას რო არ იცნობ ცოტა უცხო გარემოში რო ხარ და მარტო ვისაც იცნობ იმათ რო ეთამაშები უფრო ეგრე ვიყავი თუმცა ახლა რა ვიცი ვერ დავიჩულებ ეგეთი ცუდიც არ იყო უბრალოდ მე არ მიყვარდა იმიტომ რომ ჩემ სახლში მერჩივნე ყოფნა სადაც ჩემი კუთხე მქონდა ჩემი სათამაშოები თუ მინდოდა ჩემი მეგობრები მოდიოდნენ და იქ უფრო კომფორტულად ვგრძნობდი რა თავს ვიდრე მაგალითად ბაღში რო ყოფილიყავი და საჭმელიც ხადად ბებო უფრო კარგად საჭმელდა ვიდრე ბაღში მაჭმევდნენ იქ თითქმის არ ვჭამდი და ამიტომ ჩემი ყველა ხმა სახლში დარჩენას გქონდა ხოლმე ყოველთვის გაძინებდნენ ხოლმე არა დედაჩემს გაფრთხილებული ყავდა რომ მე არ უნდა დავეძინებინე იმიტომ რომ არ ვიძინებდი ცოცხალთავით და ნუ ჭამაზეც ნათქვამი მქონდა რომ არ დააძალოთ თუ არ უნდა არ შეჭამს მაინც და ხო აი უბრალოდ 2-3 საათი ტოვებდა ხოლმე რომ რაღაც ახალი გარემო ახალი ბავშვები რაღაც ურთიერთობები მესწავლა იმიტომ რომ ეხლა დედის ერთად რო ხარ და სულ სახში რო თამაშობ ხო ხდები მაინც იმდენად ბავშვებთან ურთიერთობა გაკლია მაგრამ მე მაინც არ მინდოდა ბავშვებთან ურთიერთობა მოკლედ და ბებია თუ გიკითხავდა ხოლმე წიგნებს თუ გქონდათ ასეთი დრო ან რაღაცა კი ბებიაც მეკითხავდა ხოლმე და დედაც ნუ ალბათ ყველაზე ნაკლებად პაპას ეცალა ხოლმე იმიტომ რომ მუშაობდა სულ რა და ეხა უფრო ზღაპრების წასაკითხად შეიძლება არ ეცალა რაღაც საღამოს რომ მოდიოდა თამაშობდით ხოლმე და ასე შემდეგ მაგრამ ბებო და დედა კი მიკითხავდნენ ხოლმე რაღაც წითელ ქუდა მიყვარდა პინოქიოს ზღაპარი მიყვარდა მაგრამ მე უკვე მე ისეთ დროს ვარ გაჩენილი რომ მულტფილმებიც იყო ჩემს დროს რაღაც კასეტას როდებდი ხო იცი და ვიდეოებს ხო ასე კასეტაზე მქონდა სხვა მულტფილმები ჩაწერილი ქართული სიზმარა ეს ის ტომი ჯერი მიყვარდა ძალიან ვიღაცებს თუდად მოესმებათ ეს მაგრამ ნუ პაგაზიც ძალიან მიყვარდა იმიტომ რომ კი არის რუსული მულტფილმი და რაღაც მაგრამ რა ვიცი მე ნუ პაგაზი ტომი ჯერიზე გაზრდილი ვარ და მოკლედ ძალიან კმაყოფილი ვარ და შესაბამისად მე რაღაც ეტაპზე ზღაპრები და ძილის წინ ზღაპრების კითხვა უფრო მულტფილმებმა ჩაანაცვლა იმიტომ რომ მე მახსოვს რომ რომელიღაც არხზე ჩემს ბავშვობაში გადიოდა ხოლმე ბავშვები 402 ოთახიდან ცნობილი მულტფილმია და პაპას ვთხოვდი ხოლმე რომ დილით სანამ სამსახურში წახვალ ხო ტახტზე გადამაწვინე და გამაღვიძე იმიტომ რომ მაგ მულტფილმს უნდა ვუყურო თქო და დილის 8-ზე ვიღვიძებდი მაგ ყველაფრის საყურებლად და რა ვიცი ესე გადიოდა ნელ-ნელა ჩემი ბავშვობაც
თუ მიხოდი სკოლაში, აი პირველი კლასიდან ხომ არ გახსოვს პირველი გაკვეთილი. სხვა შორის ეს კითხვა სხვებისთვისაც დაგისვამს და მეც რო დავფიქრდი მახსოვს თუ არა თქო ვერ გეტყვი რომ ძალიან კარგად მახსოვს, მაგრამ მახსოვს მაგალითად პირველ გაკვეთილამდე მე ჩემი დამრიგებლის გაცნობა მომიწია. ესეთი რაღაც შეხვედრა იყო მოკლე რომ აი ნახა დამრიგებელს ვინ ხარ შენც გაგეცნო რომ პირველ დღეს რომ მიდიხარ ესე ტირილი არ მოგინდეს რომ ეს სად მოვხდი და რაღაც და ეს ჩემი დამრიგებლის გაცნობა კარგად მახსოვს იქ ერთი ორი ლექსი მომაყოლა შენ რა კარგი გოგო ყოფილ ხარ რაღაცები და მივხვდი რომ ნუ აი თამილო მასწავლებელი თურმე არ არის ცუდი ქალი შეიძლება რომ აი რაღაც სკოლას მე სულ უყურებდი ხოლმე როგორც სამსახურს, იმიტომ რომ ოდესღაც დედაჩემ მითხრა რომ აი როგორც ჩვენ დავდივართ უფროსები სამსახურში, ბაღი და სკოლაც შენი სამსახური იქნებაო და ნუ სამსახურისთვის ცუდი არ იყო რა, თამილო მასწავლებელი ჩემი დამრიგებელი იყო და იქ უნდა მეულო ხოლმე დღეში რამდენიმე საათი რა. ის ლექსები ხო არ გახსოვს? ლექსები არ მე მგონი ერთი იყო მე პატარა ქართველი ვარ კავკასიის თემიშვილი ხო იცი მაგ დროს ეგეთი რაღაც ლექსებიც ყველამ რო იცის ეგეთი ლექსები უფრო რა გითხარი პირველ მასწავლებელზე კიდევ რამე როგორ გახსოვს როგორ გახსენე ძალიან კარგად სამწუხაროდ თამილო მასწავლებელი უკვე ცოცხალი აღარ არის გარდაიცვალა არა ახალგაზრდა იყო და ძალიან მწუხარ მაგრამ აი ძალიან კარგად მახსოვს თან სულ მაგრძნობინებდა ხოლმე რაღაც მე ხო წერან აღნიშნე რომ პირველობა მიყვარდა და გამორჩეულობა და თამილოც მაგალითად სულ მაგრძნობინებდა ხოლმე რომ აი ძალიან ვუყვარდი ყოველთვის ყურადღებას მაქცევდა და აი ცდილობდა ხოლმე რა იმართლა საჯარო სკოლის პირველი და მეორე და მესამე კლასის დამრიგებელს რაც შეუძლია ქნას რომ თავის ბავშვებს ყურადღება მიაქციოს მეგობრობა ასწავლოს ურთიერთობები ასწავლოს და ასე შემდეგ რასაც ჩვენი სკოლა გასაქანს ხვაწრევდა ხოლმე და ის რაღაც სისტემა რაშიც რისი პატარა ნაწილებიც ჩვენ ვიყავით მე მგონია რომ ძალიან კარგი დამრიგებელი იყო რა მე კარგი მახსოვს თამილოს შესახებ. ხომ არ გახსოვს ასეთი ხომ არ დააკვირდებოდი თუნდაც იმ სიტუაციას რომ ეს თამილა მასწავლებელი სხვა მოსწავლეებსაც ასევე აქცევდა ყურადღებას. როგორც შენ გრძნობდი თავს, ხო, ასე რაღაცნაირად გამორჩეულად, ალბათ სხვებიც შეეძლოთ სხვებსაც ასე თქვათ. იცი რა მე სხვათა შორის არ ვიცი ახლა რაღაც სულ არ მინდა რომ გამომივიდეს მაგრამ მე გასართობს რაღაცნაირად სწავლაშიც პოულობდი ხოლმე რა რაღაც პირველი 9 წელი ძალიან კარგი მოსწავლე ვიყავი და ნუ ბოლო 3 წელი უკვე მივხვდი რომ რაღაც საგნები თუ არ მაინტერესებდა შემეძლო არ მესწავლე იმიტომ რომ სხვა საგნებში იმდენად კარგი მოსწავლე ვიყავი რომ რაღაცებს ვაბალანსებდი თან ეს ოქროს მედალი და ვერცხლის მედალიც რაღაც ეტაპზე მივხვდი რომ ჩვეულებრივ ბუტაფორია და საერთოდ არ აღნიშნავს იმას რაღაც დემონსტრაციულად მე ბოლო 3 წელი არ ვეცადე რომ კარგ ნიშნებზე მესწავლა იმისთვის რომ ოქროს და ვერცხლის მედალი ამეღო თქვი რომ არ მაინტერესებს რა იმიტომ რომ რა ვიცი მე მაგალითად მომავალში გამოჩნდება მე როგორი აზროვნების და როგორი განათლების და ასე შემდეგ ვარ და მაგასაც თავის მიზეზები ქონდა რომელსაც მე ალბათ ცოტა ხანში მოგიყვები რატო და საბოლოოდ კითხვას რო დაუბრუნდეთ ხო შეიძლება სხვებიც გრძნობდნენ რაღაცებში თავს გამორჩეულად მაგრამ მე ვინაიდან სულ რაღაც კარგად სწავლობდი ცდილობდი რომ მასწავლებელო სულ რაღაც პასუხები მქონდა ჩემს კლასელებს ვკარნახობდი და აი მეტყობოდა რაღაცნაირად რომ რაღაც პირველობა მინდოდა თუ რაღაც ეგეთ და შესაბამისად ამას მასწავლებლებიც ხედავენ, ხო იცი, მასწავლებელი ყოველთვის ხედავს, შენ მას უსმენ, თუ არ გაინტერესებს მისი გაკვეთილი და შესაბამისად, როცა უსმენ, მით უმეტეს საჯარო სკოლაში, ბევრად უფრო დაინტერესებულია მასწავლებელი შენითაც, ვიდრე იმათით, ვინც არ უსმენს. ეს ცხადი არასწორია, იმიტომ რომ როცა არ გისმენენ, იმ მიზეზებზე უნდა იფიქრო, საერთოდ რატო არ გისმენენ, რა არ დაინტერესა, იქნებ საერთოდ არც არასდროს დაინტერესოს ამ ბავშვს შენისაგან, იმიტომ რომ საერთოდ სხვა რაღაცები აინტერესებს და შესაბამისად, ხო, მეც გრძნობდი რა ყურადღებას ესე გამოდის. მასწავლებლებზე რომ მკითხო კიდე, აი ზოგადად აი ერთი შეხედვით მასწავლებლები, აი შენი სკოლის მასწავლებლები პატივისცემას იმსახურებენ. თუ უფრო რაღაც ისეთი წარმოდგენა გაქვს უფრო ეს ჩემს თვალში თუ აი შეპირადად შენ ყველა არა ცხადია ყველა კარგად ვერ გაგახსენდება ერთნაირად მაგრამ მე მყავდა ისეთი მასწავლებლები რომლებთანაც ურთიერთობა დღემდე რამდენიმესთან მაქვს Facebook-ზე მყავს ჩემი ხელოვნების მასწავლებელი მარი ბოლო დროს აქციებზე ვნახე და ძალიან გამიხარდა აი ეგეთ რაღაცები და სხვა შორის მაგმარი მასწავლებელმა რაღაც წლები ურთიერთობა გაწყვეტილი გქონდა სკოლა რო დავამთავრე და მე ჩემი ნიუსები აღმოაჩინა YouTube-ზე
YouTube-ზე თურმე და დამიკომენტარა რომ რუსკაის სადგიპოვე ძალიან გამიხარდა და მეც ისე გამიხარდა რომ ჩემმა მასწავლებელმა მიცნო ვახსოვდი რაღაც დამიკომენტარა რომ ყოველთვის ეგეთ პატარ-პატარა რაღაცებს სულ ვაფასებ ხოლმე რა და ვერ გეტყვი ახლა რომ ყველა მასწავლებელზე ან თავის დროზე ვგიჟდებოდი და ან ეხლა მით უმეტეს რაღაც ყველასთან ურთიერთობა მაქვს, მაგრამ არიან ვიღაცები, ვინც დღემდე შემომჩნენ. რა თან ნუ ეხლა იმდენი დროც არ გასულა, წელს გვაქვს 10 წლის თავი, რაც სკოლა დავამთავრეთ მე და ჩემ კლასელებს, ჯერ არ შევკრებილოთ და იმედია კლასელებო შევიკრიბებით 10 წლის თავზე მაინც და ხო რა ესე მოკლედ ძალიან ცუდი მოგონებები არ მაქვს სკოლასთან საბოლოო ჯამში ამის თქმა მინდა, იმიტომ რომ ვიღაცებისთვის ტრამბული იყო ეს სკოლა და მე ესე ტრამბულად მაინც არ ვუყურებდი, იმიტომ რომ როგორც გითხარი, აი ჩემს საქმეებს მიმაჩნდა და თან ახლა მე რო ვიცი მაგალითად დღეს როგორი სკოლა შეუძლია გააკეთოს ვახო მეგრელიშვილმა, რომელზეც რო ვფიქრობ, განოფ რომ ეხლა მე პატარა არ ვარ, რომ ამ სკოლაში არ შემიძლია ვიარო, მაგრამ იმ დროს მე არც ვიცოდი როგორი იყო კარგი სკოლა, კარგი რაღაც მეთოდი სწავლების და ასე შემდეგ და ნუ როგორც მასწავლებდნენ და ასე შემდეგ იმაში ვპოულობდი ხალის და ვცდილობდი რომ ჩემი თავი არ დამესტრესა რა. ცხადია თან იცი როგორი ბავშვი ვიყავი, კი ვსწავლობდი, მაგრამ თან პატარა ხულიგანიც ვიყავი ბჭყალებში, იმიტომ რომ აი შატალოზე თუ მიდიოდნენ ბავშვები, ცხადია თუ გოგოები არ მიდიოდნენ, მეც არ მივდიოდი, მაგრამ ბიჭებს ჩანთებს ყოველთვის ვუყრიდი ფანჯრიდან, რომ ბიჭები წასულიყვნენ რა შატალოზე და თან ის ასე ვთქვათ მამართლებდა სულ რომ ნუ აი თან კარგად ვსწავლობდი, ვერ მეჩხუბებოდნენ ბოლომდე მასწავლებლები და ასე გამქონდა თავი რა თან ხალისში, თან ცოტა სწავლაში და რა ვიცი, ასე შემდეგ. ესე იგი ბიჭებისთვის რაღაცა თავისუფლების მინიჭება სკოლის ასაკიდანვე რაღაც გიზი. და იცი, სხვა შორის ბავშვობაშიც უფრო მეტი ბიჭი მეგობარი მყავდა, ვიდრე გოგო მეგობარი არ ვიცი რატო დღემდე შეიძლება ითქვას რომ ესე არის არა ბოლო დროს უფრო მომიმრავლდნენ გოგო მეგობარი მაგრამ ბავშვობაში უფრო მეტად ვუგებდი ბიჭებს რა თან ეთყობა ბიჭები უფრო მითბობდნენ ხოლმე მე ხომ მოვყევი რომ ის აი მთელი სამყარო ჩემ გარშემო უნდა ტრიალებდეს და ამას ზოგიერთი ჩემი კლასელი ცხადია ვერ იტანდა იმიტომ რომ ეხლა რომ ჩემი დაქალია ეგეთ ჩემი კლასელს აქვს ნათქვამი რომ პირველ მეორე კლასიო ჩვენ საერთო კლასელ ბექას ვეუბნებოდიო რომ რუსკას არ ვეთამაშოთო რა იმიტომ რომ იმასო ჩვენ არ ვაინტერესებდო უნდა რომ მარტო თვითონ ერთასო თორე ჩვენ ვაფშე ვითამაშებთ არ ვითამაშებთ იმისთვის აზრი არ აქვს და რა თქმა უნდა ეს ვიღაც ბავშვებს ახიზი სხვა ბავშვსაც უნდა რომ მის გარშემო ტრიალებდეს სამყარო და მარტო ჩემ გარშემო ხარ იტრიალებდა და ამიტომ ალბათ უფრო ბიჭები მეტად მithმობდნენ ხოლმე თუ რაღაც არ ვჩხუბობდის და ყოველთვის ბიჭებს უფრო მეტად ვემეგობრებოდი ასე არის მაგურებელს რომ უთხრათ ბიჭების გათავისუფლებაზე იმიტომ გავაკეთეთ აქცენტი რომ როგორც იცით რუსკა არის ბიბლიური თავისუფლების ერთ-ერთი მესვეული და 10,000-ობით ადამიანისთვის აქვს არიდებული მიძულებითი 20,000-ისთვის დაახლოებით კი კლასელებზე გვიქხარი უფრო ვრცლად რამდენი იყავით კლასელები ვიყავით ერთობაზე 30 ბავშვი საშუალოდ ვიყავით ხოლმე რა სკოლაში თან 3 კლასი იყო ჩვენი ასაკის პარალელური კლასები მე მახსოვს რომ მე-9 კლასის ბოლოს რაღაც საშინელი გამოცდები ჩაგვიტარეს რის მერეც ბევრი ბავშვი გადავიდა ჩემი კლასიდან და დავიშალეთ და გადავანაწილდით დანარჩენ 2 კლასში მაგრამ ვინაიდან ჩვენ ყოველთვის ერთმანეთს ვიცნობდით ხოლმე წინა წლების ან პარალელები ერთმანეთთან ურთიერთობით ზოგიერთი ძველი ბაღელები ვიყავით და ასე შემდეგ და შესაბამისად ახალ კლასთან ადაპტაციაც კარგად განვიცადე მე-9 კლასის მე რა ჩვეულებრივი ამბავი იყო რაც შეეხება კლასელებს კარგი კლასელები მყავდა სხვა შორის ვიღაცები იყო რომ მოდიოდნენ და მიდიოდნენ ანუ ვიღაცები გადადიოდნენ მაგრამ იყვნენ ბავშვები ვისთან ერთადაც 12 წელი ვისწავლე იყვნენ ვიღაცები ვისთან ერთადაც ბაღშიც კი ვიყავი და შესაბამისად ნუ აი რაღაც ცხოვრების 14 წელს რო გაატარებ ვიღაც ადამიანთან ერთად ის ადამიანები ბოლომდე შემოგრჩებიან ხოლმე მე ხა მე ვერ გეტყვი რომ ყოველდღიური ნახვები მაქვს ან ყოველდღიურად ნახულობ ამ ადამიანებს მაგრამ რა ვიცი აი სოციალურ ქსელში ერთმანეთს ყველაფერს ულოცავთ წერთ რამე თუ გჭირდება რა თქმა უნდა ერთმანეთს ვეხმიანებით და ასე შემდეგ ვერ ვიტყვი რომ ყველა კლასელზე ესეა ცხადია მაგრამ არის ის რაღაც გამორჩეული 10-15 ადამიანი ვინც ესეთ დღემდე აქტიურად შემომრჩა და ჩათი გააქვთ კლასის ჯგუფი გვაქვს შემორჩენილი სხვა შორის სადაც ესე იგი ბოლო დროს მხოლოდ იპოსტებოდა რომ ვინმე ბებია ბაბუა თუ გარდაიცვალა ან ასე შემდეგ რომ სამძიმარზე არც წაწაზლელები მე უკვე ხუმრობდით რომ ჩვეულებრივად გასვენებების აფიშად იქცა ეს ჩატი და იქნებ ეს ჯგუფი და იქნებ რამე შევძინოთ და ბოლო 1-4 წელია ვცდილობთ რომ ერთხელ მაინც შევიკრიბოთ დამთავრების ასე ვთქვათ აღსანიშნავად მაგრამ აი ყველა ძალიან მოუცვლელები ვართ თითქოს
თვითონ ჯერჯერობით ვერ შევიკრიბეთ და ახლა 10 წლის თავზე ვნახოთ. როგორც გითხარი, კარგად სწავლობდი და სხვადასხვა საგანს თანაბრად ხო შეგეძლო ათოსანი ყოფილიყავი ბოლომდეც ხო? კი, მე-9 კლასის ჩათვლით ვიყავი მართლაც რომ ათოსანა რა, ვცდილობდი რომ ყველა საგანი კარგად მესწავლა. რაღაცები იყო რაც არ მესმოდა რატომ უნდა მესწავლა, მაგალითად არ მეყვარდა ქიმია. არ ვიცი რატომ. იმიტომ რომ ჩემთვის ქიმია თუ რაიმე ნაწილში არის საინტერესო, თან მით უმეტეს მომავალში ქიმიკოსობა და ექიმობაც ვარ გინახავ. ერთ-ერთი არის ცდების ჩატარება, მაგალითად რაღაცას რო ჩაასხავ და რო ამოიფრქვევა და კაფეა. და ჩვენ ამას არ ნახულობდით სკოლაში რა. მე მიწევდა რაღაც ნატრიქლორი დაშალე, ამასთან შეაწებე, იმასთან შეაწებე და სიტყვით ხო? ხო და რა ის ფორმულების წერა და ჩემთვის ეს ქიმიაში ფორმულების წერა არის. თუმცა მაინც ვსწავლობდი ხოლმე, იმიტომ რომ მე ვფიქრობდი რომ მეთქი უფრო მაგარ ვიქნები, რაც უფრო მაგარი ნიშნები მეყოლება, მაგრამ სადღაც ხო მე-9 კლასის ბოლოს მივხვდი, რომ საერთოდ სკოლაში გიცხოვრია რუსკაცი 9 წელი, საერთოდ აზრი არ აქვს რა ნიშნები გეყოლება. უბრალოდ ის იყო, რომ მე მაინც ვერთობოდი თან რაღაცნაირად სწავლით და თან რაღაც ბაზისურ განათლებას ვიღებდი რა, თუნდაც იგივე ლიტერატურაში, იგივე ენას ვსწავლობდი, ინგლისურს ვსწავლობდი საკმაოდ კარგად, იმიტომ რომ მე დღემდე სკოლაში რა ინგლისურიც ვისწავლე და ცოტა მერე იმ ინგლისურს მოვდივარ. რუსულს მასწავლიდნენ ეს და მოკლედ ესე რა რაღაცას რასაგნები გიყვარდა არა იმით რაღაც ვალდებულებიდან ნიშნებისთვის აი რომ თან გიხაროდა რუსია გამორჩეულად მიყვარდა მათემატიკის გაკვეთილი იმიტომ მე რაღაც ეტაპი დამატები იმდენად მომწონდა მათემატიკა რომ ჩემს უთხარი რომ დამატებით მომომზადეს თქო მათემატიკაში თქო იმიტომ რომ გეომეტრია ამოცანების ამოხსნები ანუ რაღაც პასუხამდე რომ სწორად მივიდიოდი ჩემით ამოხსნი და ასე შემდეგ ძალიან მიყვარდა შესაბამისად შემიძლია ვთქვა რომ ჩემი ერთ-ერთი საყვარელი საგანი იყო მათემატიკა კიდე რაღაც მკითხე და მე მგონი ის გამიგდა აზრი სხვა საგნებიც რა ვიცი ქართულს ოღონდ ლექსების გაზეპირებას ვერ ვიტანდი აი გამზეპირებელი არასდროს არ ვიყავი ხოლმე ბევრჯერ მახსოვს ბებია ჩემი მეუბნებოდა ხოლმე რომ ჩამაბარე აბა ხვალისთვის ვისწავლე ლექსი ნუ დიდობაში გადაეჩვი ამას უფრო ბავშვობაში და ზოგჯერ ლექსს რო ორჯერ მოვუყვებოდი და რაღაც შემეშლებოდა მაყოლებ და მესამეთ რომ აბა კიდე ერთხელ უშეცდომოდ მომიყევი და მე ჩემი ტვინი იმდენად იწვერთებოდა ხოლმე რომ საერთოდ ვეღარ მყვებოდი წეღან 2 წუთით ადრე რომ ლექსი მოგიყევი იმას ვეღარ მოგიყვებოდი რა იმდენად ასე ვთქვათ არ შემეძლო გაზეპირება რო არ მიყვარდა მაგალითად იგივე ისტორიის ნაწილშიც ისტორიების მოსმენა და ფაქტების ანალიზი მომწონდა მაგრამ აი ამა და ამ წელს ეს მოხდა ამას ვერ ვიტანდი ამადამ ზავის მერე ვიღაცამ ეს ტერიტორიები მიისაკუთრა იმანეს დაკარგა აი ამის გაზეპირებაც არ მიყვარდა რა უბრალოდ ვერ ვიტანდი გაზეპირებას მაგრამ მაინც რაღაცებს ზოგჯერ ვიზეპირებდი ხოლმე ხო იცი ვეფხის ყავსნის საჭირო ტაიპებს რო გასწავლიან ზეპირად რაღაც ასე მაინც მიწევდა რა ნაწილობრივ ვეფხის ყავსანი როგორ გახსოვს სკოლიდან ეხლა ძალიან ცუდად მახსოვს არა თვითონ ის სწავლის პროცესი რა უსიამოვნებას იყო თუ რა არა სხვა შორის რაღაც ვცდილობდი ჩემი აზრით სკოლაში ისე ბოლომდე ვერ ჩავწვდი მე ვეფხის ყავსანს როგორც საჭირო იყო და ალბათ ცოტა ბავშვია ისეთი ვინც სკოლის ასაკში ვარ ყველაფერს მთლიანად ჩაწვდება მაგრამ ესე ტანჯვად არ მახსოვს იმიტომ რომ ხო გითხარი რომ მე ანუ ზარმაცი არ ვიყავი რაღაცების სწავლა მომწონდა და რაღაცების არა და ეს მასწავლებლებთანაც მე უკვე ვეუბნებოდი რომ არ შემიძლია რა რაღაც რუსულის მასწავლებელი დამსდევდა მე-12 კლასში მახსოვს ვლადიმირ ვისოცკის ლექსი უნდა ჩამაბარო და მე იმდენი საქმე მქონდა მე-12 კლასში რაღაც ამასწავლებ ეროვნულების ვემზადები რომ ვეუბნებოდი რომ მეთქი შანსი არა ლალი მასწავლებლო რომ მეთქი მე ეს ლექსი ვისწავლო მე დამიწერა ორიანი ჩემი პირველი ორიანი იყო ცხოვრებაში როცა მე ძალიან საყვარელი ქალი იყო ლალი უმკაცრესი იყო მართლა რო გავიგეთ რომ ჩვენ კლასში შემოდიოდა ხო ბავშვებს რომ შიშის ზარი რო ეცემათ რო გაუგიათ რომ ის მასწავლებელი ძალიან მკაცრია მართლა უმკაცრესი იყო მაგრამ მაინც მე ჩემი ის რა ქვია შრომის მოყვარეობის მით რა ქვია უნარით ლალისაც შევაყვარე რაღაც ეტაპზე თავი მოალბე ესე იგი სულ მიშლიდა ხოლმე გაკვეთილზე პომადით არ დამიჯდეო ლალი და თმები გქონდეს შეკრულია და ნუ მე ვერ ვიტანდი ამ აკრძალვებთან არ მესმოდა რომ პომადა მართლა მაკიაჟით და რაღაცებით კი არ დავდიოდი უბრალოდ აი შეფერილი ტუჩები მომწონდა თან ხო იცი მე-9 მე-10 კლასში ცოტათი რომ იპრანჭებიან უკვე გოგოები
და მე რაღაც ერთხელ დედაჩემს უთხრა ძალიან კარგი ბავშვია, კარგად სწავლობს, მაგრამ წაისმევს პომადას გაკვეთილზე და დამიჯდება კაკმადელ დედაჩემზე. ნუ ბოლოს დედაჩემა უთხრა რომ რაღაცა ესეთი ბავშვია რა თავი დაანებეთ, რომ თავარია ისწავლოსო და ეხლა პომადით დადის უთ მაგაშლილი დადის, მაგას დიდი მნიშვნელობა არ აქვს რა და ბოლოს პატიობდნენ რაღაცებს. სხვა კლასელები როგორ სწავლობდნენ? აი რომ გაიხსენოთ სხვადასხვა საგანს, ხო მე ზოგადად ხშირად ვამბობ ხოლმე რომ მიმაჩნია რომ ეს ამდენი საგანი მასობრივად ყველა ბავშვისთვის რაღაცნაირად ცოტა არ არის ადეკვატური შეთავაზება. იგივე შენ ვახოს სკოლა ახსენე და იქ აი ეს ერთ-ერთი რასაც ამბობდა საინტერესოს ამ შემთხვევაში ამ სკოლაში რომ გარკვეული მენიუ იქნება, საიდანაც ბავშვები მშობლებთან ერთად აირჩევენ მათთვის სასურველ მისაღებ და ასე შემდეგ. საინტერესო შინაარს, ხო? რაც ჩვენ შემთხვევაში ხო ძირითადად დღეს სკოლებში ასე არ არის, არის უკვე გადაწყვეტილი რაღაც ჩამოყალიბებული საგანთა რაოდენობა ამდენი დღეში ამდენი გაკვეთილი და ასე შემდეგ და თქვენი კლასელები როგორ ძლევდნენ ამ ბარიერს ან რამდენად ახერხებდნენ საერთოდ? ეს რა იყვნენ ვიღაცები, ვინც სწავლობდნენ, შეიძლება რაღაც საგანში ქონოდათ განსაკუთრებული უნარი, მაგალითად ერთი კლასელი მიყავდა ბერდია, რომელმაც ისტორია ისე მაგრად იცოდა, არ ვიცი საიდან იცოდა ეს ყველაფერი, ზოგჯერ ვეუბნებოდით, რომ გქონია რომ იქ იყავი, იმიტომ რომ წლები, ვინ ვის რა უთხრა, ვინ რა გადაწყვეტილება მიიღო, ომი ვის გამო ჩაიშალა და ასე ჩავარდა და ასე შემდეგ. ყველაფერი ზეპირად იცოდა. მე ვამჩნევდი რომ ბერდია ცალსახად ისტორიაში ისეთი მაგარია, რომ მე მისნაირი ვერასდროს ვერ ვიქნები. შეიძლება კარგად ვსწავლობ და ვცდილობ რომ რაღაც ეს კონკრეტული, მაგრამ არ არის. და ესე იყო რა, ვიღაცებს რაღაც კონკრეტული გამოსდიოდათ. მაგალითად, ერთი კლასელი მიყავდა, არც ერთ საგანს არ უსმენდა, მაგრამ არც ჩამშლელი არ იყო. ხო იცი, ბავშვები რო დემონსტრაციულად გაკვეთილს ჯერ არა ეს უბრალოდ იჯდა ხოლმე მთელი გაკვეთილები და ხატავდა. და ნუ ხატვა მეც მეყვარდა ბავშვობაში ხაც ზოგჯერ იშვიათად რაღაცებს ხატავ ხოლმე და ნუ ხვდებოდი რომ მე რაც მაგალითად დრო უნდა დამეხარჯა და მე სწავლობ თუნდაც სახის ნაკვთების ხატვაში და ასე შემდეგ როგორ დავხატო ეს ჩემო კლასელმა ეს ყველაფერი უკვე ისე იცოდა რომ არ ცულია ხატვაზე ან უბრალოდ კარგად ხატავდა და ნუ რა თქმა უნდა ეგეთ ბავშვებს არ უნდა დააძალო რომ რაღაც ქართული მათემატიკა და ასე შემდეგ აუცილებლად კარგად ისწავლოს და ნუ საჯარო სკოლებში ეს მაინც იყო ხოლმე რომ ან ორიანი უნდა დაგიწერო თუ არ იცი ან მაჩვენე რო ცოტა ცდილობდა შეიძლება მე არც მინდა საერთოდ რომ ეს ცოტა ცადო და რა ვიცი მინდა რომ ვან გოგი გამოვიდე და ვხატო ხო მთელი ცხოვრება და ჯობია რომ აი მართლა ის სკოლა რატო იქნება მაგარი რომ რაც შენ საჭიროებებზე იქნება მორგებული რაც შენ უფრო დაგაინტერესებს როცა ბავშვი ხარ იმ რაღაცებს გასწავლიან ვიდრე იმას რაც არ გაინტერესებს მეც რო არჩევანი მქონოდა სკოლაში ალბათ რაღაც საგნებს საერთოდ არ ვისწავლიდი აი არც კი დავხარჯავდი დროს ალბათ წამოვიდოდი სახლში და სახლში უფრო პროდუქტიული ვიქნებოდი იმიტომ რომ რა ვიცი იგივე კომპიუტერი მქონდა ბევრი წიგნები მქონდა შემეძლო ხოლმე რომ ნებისმიერ ინფორმაციასთან ხელმისაწვდომობა მქონოდა და შესაბამისად რაღაც 45 წუთს მუსიკის გაკვეთილში ვხარჯავდი ზოგჯერ, სადაც მარტო დო რე მი ფა სოლ ლა სი დოს ვღეროდით ფორტეპიანოზე დაკრულზე მთელი წელი, აი ეგ ჩემთვის არაფრის მომცემი არ იყო რა, ეხლა მე თუ მინდოდა ისაც ვთხოვდი დედას რომ მუსიკაზე მატარე და მატარებდა, მაგრამ ესეთი რაღაც უშინაარსო საგნები მით უმეტეს ხო იცი, ეხლა შეიძლება რაღაც კუთხით შინაარსიანი დასწავლო ბავშვებს, ხო? მუსიკა, ხელოვნება, ასე შემდეგ რაღაც, მაგრამ იყო ზოგჯერ რაღაც იმდენად არასაინტერესო იყო კონკრეტული საგანი ჩემთვის, რომ ის არ უნდა ესწავლებინათ და რაც შეეხება დაძლევას ბავშვების მხრიდან გითხარი კიდეც რომ მაგალითად ბევრი ბავშვი წავიდა ჩემი კლასიდან მე-9 კლასის მერე ხო რატო იმიტომ რომ ნუ რა ვიცი არ სწავლობდნენ და ნუ ჩაჭრის ეშინოდათ და იმ დროს კიდე ხო იცი ბევრი მშობელს უნდოდა რომ თავის შულს ატესტატი ქონოდა მაშინ რო გეთქვა რომ მე სახლში მithქვა რომ ბებო მე ატესტატი არ მინდა ისე ვიქნები ძალიან ჭკვიანი აი ბებია ჩემი ამას ვერ გაიგებდა და მე მესმის რომ ვერ გაიგებდა იმიტომ რომ ისეთ საზოგადოებაში გაიზარდა ბებია ჩემი და ისეთი რაღაც ცხოვრება გამოიარა სადაც სულ თითქოს ატესტატი იყო საჭირო რომ მე უმაღლესში უნდა ჩაგებარებინა და ასე შემდეგ და ნუ ეს ტრადიცია და შეხედულებები ეხლა ცოტა მოირღვა კიდე უფრო რომ რა ვიცი არ არის საჭირო მაინც და მაინც უნივერსიტეტში 4 წელი რაღაც იყიალო მაგალითად ახალ სახელმწიფო უნივერსიტეტში იმისთვის რომ რაღაც ისწავლო როცა უამრავი ონლაინ
კურსია, რაღაც ონლაინ ვიდეოებია და ასე შემდეგ, სადაც შეგიძლია რაღაც განათლებას მიწვდე და მე ახლა ამ ყველაფერს რომ ვამბობ ცოტა პოზიტიურად სკოლის მხრიდან და ვიღაცები შენს გადაცემაში რო ყვებოდნენ რომ ეს ტანჯვა იყო მათთვის, მე აბსოლუტურად მესმის, იმიტომ რომ მე რაღაც კონკრეტულ წესებს ვიყავი შეგუებული, თუნდაც ის რომ სკოლა ჩემი სამსახური იყო და მე უნდა მესწავლო და ამაში რაღაც ხალის პოულობდი თუნდაც რაღაც მისცადინეობებში სახში რომ მოვდიოდი დავალებებს ვაკეთებდი და მე მიხარდა რომ ბევრი დრო რჩებოდა ჩემს მეგობრებთან სათამაშოდ რაღაც ქუჩაში გასასვლელად ვიღაცებისთვის რა თქმა უნდა ტანჯვა იქნებოდა ვისაც არ აინტერესებს ეს კონკრეტული რაღაცები და საერთოდ სხვა ვიღაცას უნდა ფეხბურთელობა აი რაღაც სპორტსმენობა და რა თქმა უნდა მისი მთელი შესაძლებლობები ჯობია იქით მიმართო ვიდრე რაღაც სცემო ყოველდღე იმისთვის რომ სკოლაში რაღაც ცუდი ნიშანი მიიღო და ამიტომ ვიღაცებს ალბათ ძალიან ტრამულათაც იხსენებათ ხოლმე სკოლის პერიოდი რა. ხო, ყველას თავის გზას პოულობდა ალბათ რომ როგორმე გადაელახა ეს რაღაც შეთავაზება, რომელიც აუცილებლად იყო გადასალახავ იმისთვის. გზა ის რომ იწერდნენ ბავშვები. მე ყოველთვის ის ვიყავი ხო მოდით ბავშვებო დაგაწერინოთ. ფორმალობად იყო გადაქცეული. კი, რა თქმა უნდა, ის რომ მასწავლებელს მოატყუო, რომ უბრალოდ შენ მომავალში, სადღაც 12 წელში აიღო ის ატესტატი, რომელსაც ამდენი წელია გეუბნებიან რომ უნდა გქონდეს და დაამტკიცო, რომ იმდენად კარგად ისწავლე, რომ აი ატესტატი გაქვს და ნუ ეს ცხადია სტრესია შენთვის, როდესაც შენ თამაში გინდა თუნდაც და ამ დროს გაძალებენ რაღაც არ ვიცი რაღაც ბუნება ისწავლო რომელიც იმ დროს ბუნების სწავლა საერთოდ არ გინდა ცხადია სტრესია ეს ბავშვებისთვის თან მithumetes საჯარო სკოლაში იმ დროს როცა მე ვსწავლობდი მასწავლებლებს იმდენად მიზერული ხელფასები ჰქონდათ და мотиваცია იმდენად ნაკლები რომ შენ ვერ მოსთხოვ საერთოდ იმ მასწავლებელს რომ რატო არ გაქვს ჩემი შვილის ნერვები რომ მას რო შენი მოსმენა არ უნდა შენ სხვა რაღაც მიდგომები შეიმუშაო რომელსაც დააინტერესებს არ უნდა იმ მასწავლებელსაც ვერ ექნება ეს мотиваცია როცა რაც 400 თუ 500 ლარზე უბრალოდ მოდის რომ შენს ასწავლოს. ვიღაცები ცდილობდნენ მართლა არ იყო მთლად ისე, მაგრამ შენ მოთხოვნებს ვერ წაუყენებ ყოველ შემთხვევაში ამ მასწავლებელს რა, რომ რამე ზედმეტი წალებში ეფორტი ჩადოს იმაში, რომ შენ შულს ასწავლოს. კი, აი ხატრობაზე ახსენე რაღაც მაგალითი რომ მოიყვანე, რომ თქვა ხატვა აინტერესებდა ერთ-ერთ თანაკლასელს, ხო? საერთოდ ყველას რაღაცა აინტერესებს, ყველა ადამიანს. ყველა ბავშვს რაღაცა აინტერესებს და სხვათა შორის იმ ინტერესში შეიძლება სხვადასხვა საგნობრივი შინაარსის ჩაშენება. თუნდაც აი ხატვის პროცესში, რაღაც ქიმიის, გეომეტრიის და ასე შემდეგ, ბევრი რაც შინაგანად აინტერესებს ბავშვს, ხო, უბრალოდ ამას მოფიქრება უნდა და შეთავაზება უნდა ასეთი საინტერესო. ხო, მე მაგიტომ მიყვარდა მათემატიკა მაგალითად, რომ ნუ სკოლაშიც ერთ ეტაპზე აღმოჩნდა, რომ კარგი მასწავლებელი მყავდა, რომელსაც შეამჩნია, რომ ჩემი ტვინი ბევრად უფრო მათემატიკურად აზროვნებდა, ვიდრე შეიძლება სხვა ბავშვების ქონება და მე უკვე კერძო მასწავლებელთანაც დავიწყეთ ქოსიარული, რომ თქვი, იმანაც ძალიან საინტერესო რაღაც ისინი შეძინა ჩემს სწავლებას, უფრო საინტერესოდ მასწავლი და სხვა შორის რაღაც მე-9 კლასში ვიყავი, მე-12 კლასელ ბავშვებთან ვსვავდა ხოლმე, იმიტომ რომ იმათ ამოცანებს ძალიან მარტივად ვხსნი და თან მე ეს ლალი ტრაბახობდა ხოლმე ჩემით, რომ აი როგორი უნდა იყოს მე-9 კლასელი ბავშვი და მეც რაღაც აი ხო ხტები რომ გიხარია, რომ რაღაც მაგალითისთვის ყავხარ მასწავლებელს რაღაც და აი ეს ყველაფერი ჩემთვის უფრო ხალისი იყო, ეს ხალისით ვსწავლობდი უფრო მეტად რა და აბსოლუტურად ვეთანხმები, რომ რაღაც ბავშვს უნდა შეურჩიო ის რაღაც წერტილი, სადაც მისთვის სწავლოს ასიამოვნოა და არა ტანჯვა, იმიტომ რომ ირგვლივაც მყავდა იმდენი ბავშვი, ვისაც უბრახუნებდნენ ხოლმე ზოგჯერ მშობლები, რომ აი შენ ეს რატო ვერ ისწავლე და რა ვერ გაიგე და მაგას მე ცალსახად არ ვეთანხმები. ახლა მე შვილი არ მყავს, მაგრამ ალბათ რომ ეყოლება აი ეგეთ რაღაცებზე ძალიან ნაკლებად ასე ვთქვათ ჩავიციკლები, რომ ხო, რომ აი ბავშვის ბავშვობა არის იმისთვის, რომ ბავშვი არასდროს არ ბრუნდება რა. და აი კარგია რომ რაც შეიძლება მეტი ბავშვი იყოს ბედნიერი თავის ბავშვობაში. იგივე რა ვიცი, ბევრი ითამაშოს, ბევრი მოგონებები დარჩეს, ბევრ ადგილას წაიყვანო, რომ სხვადასხვა რაღაცები აღმოაჩინოს და არა ის, რომ რაღაც მთელი ღამეები წიგნს ეჯდეს, რომ რაღაც ლექსი დაიზეპიროს, ეს მე ასე ხარისხოვანია. ლექსი დაიზეპიროს, ხო, თორემ ისე ბავშვი განსაკუთრებით არის შემეცნებელი ადამიანი, ხო, რომ აინტერესებს. კი, თან ტვინიც ისეა მოწყობილი, რომ ბავშვის ტვინი ბევრად უფრო მარტივად ითვისებს რაღაცებს, ვიდრე ახლა ჩვენ რო დიდობაში ვსწავლობთ რა. მე რაღაცნაირად მახსენე ბერდია, რას აკეთებს დღეს? მისი ეს ნიჭი. ბერდია ძალიან ესეთი არ ვიცი ახლა სინამდვილეში, ვიცი რას აკეთებს. ალტინფოელი არის ბერდია სხვათა შორის და ერთ ეტაპზე ალტინფოელებმა ჩემი იმის
ჯარში რო ბიჭებს არ უშვებდი ამის გამო, ძალიან მაბულინგეს რა რაღაც ეტაპზე და სხვათა შორის ბერდია მიცნო ანუ იმიტომ რომ ცოტა ადრე გადავიდა ჩვენი კლასიდან და რაღაც კომენტარი გააკეთა ჩემზე რომ კი რა მიცვა რომ ეს გოგო ჩემი კლასელიაო და ძალიან კარგი გოგო იყო და მე რაო რომ ჩემგან განსხვავებული გზით წავიდა ანუ არაგინოთ და მე ბერდიასაც აგინეს ამის გამო და აბულინგეს მაგრამ მე დავაფასე მისი ეს ნაბიჯი ძალიან რომ მართლა ვეთანხმები ჩემთვის რაღაც მის არც ერთ აზრს არ ვეთანხმები ალბათ ეხლა მაგრამ რაღაც ისეთ ძველ დროს რო პატივს ცემენ და რაღაც იმებს არ ივიწყებენ ამას ძალიან ვაფასებ. თუმცა რადგან ვახსენეთ და ამ კონტექსტში ვთქვათ რომ შენ რასაც აკეთებდი იმას კი არ ემსახურებოდა ეს საქმე რომ რაიმე თავდაცვითი ძალები დასუსტდეს საქართველოს პირიქით ჩვენ გვინდა რომ უფრო ძლიერი თავდაცვა გქონდეს და უფრო პროფესიონალებმა დაიცვან მათმა ეს ხო მარტო ჩვენ გვინდოდა იდეაში უბრალოდ ვიღაცებს არ ესმოდა სწორად და კიდე მავნებელ ვიღაცებს არასწორად მავნებლები არასწორად უთარგმნიდნენ სხვებს რომ ნუ ჩვენს რაღაც დისკრედიტაციას რომ მოეხდინეთ მოდი უმაღლესზე გითხარი რამე როგორც ხვდები თავისუფლად შეგეძლო ნებისმიერი პროფესიის არჩევა რა ირჩიე და რატომ აი ეს მოგვიყვა ეხლა მაგას თალკე ისტორია აქვს მე სულ მინდოდა რომ ყოფილიყავი მსახიობი და მე სწავლა თეატრალურში, მაგრამ რაღაცნაირად ეს რა ქვია, ბიბია ჩემს და ჩემ ოჯახს არ უნდოდა რა და რაღაც კუთხით მესმის რატოც არ უნდოდა მეუბნებოდნენ რომ აი ქართულ მსახიობებს არასდროს არ აქვთ იმდენი შემოსავალი მაგალითად რომ აი არ ფასდებიან სათანადო და ვეთანხმები აბსოლუტურად ეხლაც მაგალითად თეატრის მსახიობებს ჩემი აზრით იმდენად ცოტა შემოსავალი აქვთ რომ ძალიან უნდა გიყვარდეს შენი პროფესია და ძალიან დააფასებდი და მთლიანად ამ პროფესიაში იყო რომ მე აქეთ სხვა ცხოვრება გვერდზე გქონდეს გადადებული, თუნდაც ის რომ რაღაც თვეში მინიმალური საჭიროებები გჭირდება, რომ შენს თავს ასე ვთქვათ შეუქმნა და მე იმდენად ყოველთვის შეჩვეული ვიყავი ჩემებისგან, რომ რაც მინდოდა ძირითადად სულ მქონდა, ხოლმე მეუბნებოდნენ, რომ თუ გინდა რომ შენ ისე იცხოვრო, როგორც აქამდე გაცხოვრებდით, რომ რაღაცას რომ ითხოვ, მე შენ თავისთვის გაკეთება შეგეძლოს, მოკლედ სახიობა არა რა, სადღაც ამერიკაში, ჰოლივუდში წასვლის შანსი რომ მქონოდა, შეიძლება ბებიაშემს ეს რეაქცია საერთოდ არ ქონოდა, მაგრამ ხო ხდები ეხა იმ დროის რაღაც აკაური თეატრალური არ ვიცი მოკლედ და ასე ხოთი მუსიკას ის უყვეთავს ფულს ვინც იხდისო ჩავაბარე საერთაშორისო ურთიერთობებზე იმიტომ რომ ნუ ეხა რა ვიცი რა ბებოს გული გავახარე რაღაცნაირად და ვერ გეტყვი რომ ძალიან ესეთი საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტები ვერ გამოხვალთ ბავშვებო თუ თქვენ საერთაშორისო ურთიერთობებზე ჩააბარებთ მხოლოდ და იმედი გექნებათ რომ ეს ესე იქნება მაგრამ ისწავლით ურთიერთობებს ახალ ადამიანებს გაიცნობთ, სხვა მოგონებებს შეიქმნით, მაგალითად, მე სხვა პატარა პროექტებზე დავდიოდი ხოლმე აქეთ-იქით უნივერსიტეტიდან, რაც კარგი იყო, ახალ უცხოელ ბავშვებს ვიცნობდი, რაღაც ახალ პროექტებს ვაკეთებდით, თან ვერთობოდით, თან მსოფლიოს სხვა ქვეყნებს ვათვალიერებდი და ასე შემდეგ. თუმცა იცი რა იყო სხვა შორის სკოლაში 12 წელი რო ერთი და იგივე ბავშვებთან ვისწავლე ეს ბავშვები ბოლოს უკვე ისე მყავდა რა დაძმასავით თითქოს იმიტომ რომ წარმოიდგინე ხა 12 წელი რამდენი ადამიანის გვერდით შეიძლება იჯდე ხო ერთ და იგივე ადგილას და ეს ბავშვები რაღაცნაირად ვიზეთ წამოსაუბრობდი ზოგიერთი დღემდე ძალიან ახლო არის ჩემთვის რა ამის გამო და ყოველთვის მეგონა რომ მაგალითად ჩემი კლასელი ბიჭები რო კარგად იქცეოდნენ ჩემ მიმართულებით და ზოგადად ჩვენი კლასის გოგოების მიმართულებით მეგონა რომ აი მთელ სამყაროში ყველა ბიჭი ასეთი კარგი, საყვარელი და პატიოს როქცემს ეგეთია. ანუ ამ 12 წელმა ისქნა რომ თითქოს მაგზნობინა რომ აი ვინც გაგიღიმებს ყველა ადამიანი კარგია და ასე შემდეგ და მე უნივერსიტეტში რო გადავაბიჯე უკვე ახალ ადამიანებში, ახალ გარემოში იქ თავი რომ უნდა დაიმკვიდრო და ასე შემდეგ მივხვდი რომ ანუ საერთოდ არ არის ეგრე როგორც წარმოგიდგენია რომ აი ვინც გაგიღიმებს ყველა შენი მეგობარი საერთოდაც არ არის და რა თქმა უნდა მომიწია ახალი რაღაცების სწავლა, მაგიტო თქვი რომ ურთიერთობებს სწავლობ. რა თქმა უნდა ახალ ადამიანებს იცნობ, ახალ მეგობრებსაც იძენ თუ გაგიმართლა. მე შევიძინე იქაც რამდენიმე მეგობარი, თუმცა ნუ მე მგონი უნივერსიტეტის მეგობარი უფრო იმდენი არ მყავს რამდენი სკოლის რა. მიუხედავად იმისა, რომ მაინც ცოტა ბავშვი ვიყავით, სულ 70 კურსელი ვიყავით, მაგრამ მაინც კარგად გავიხსენებდი, იმიტომ რომ რაღაც ახალი გამოცდილებები იყო. ცოტა სხვანაირ უნივერსიტეტში რომ ესწავლა, ჩემთვის უნივერსიტეტი რა იყო, იცი? ამერიკულ ფილმებში რომ უყურებ ხო იცი ჩანთებს რომ ჩაალაგებენ რომ მიდიან თავის ოთახები რო აქვთ ანუ სტუდენტობას ესეთი წარმომედგინა და საბოლოოდ ჩავაბარე თესეუში
რომელიც ინფრასტრუქტურის მხრივ იყო საშინელება და რა ვიცი ალბათ არავის არ ეცხინება მაგას რა ვიტყვი რომ არის საშინელება იმიტომ რომ ჯერ ერთ კორპუსშიც კი არ მიტარდებოდა ლექციები ხან ერთ კორპუსში ვიყავი ხან მეორეში ხან მესამეში ეს კორპუსები პირველის გარდა ყველა თითქმის საშინელება და აი პირველ დღეს რო ლექციაზე მივედი ცოტა კულტურული შოკი განვიცადე რომ აუ მეთქი მე სხვა რამე წარმოვედგინა უნივერსიტეტი მაგრამ ნუ ოკეი მაინც ვისწავლე თან ის იყო რომ რატომღაც არ მინდოდა რომ ბაკალავრს რო ვსწავლობდი ძალიან ბევრი ფული გადამეხადა ამ ბაკალავრის სწავლაში, იმიტომ რომ ჩემი აზრით მარტო ბაკალავრს რო ისწავლე, ეს არ ნიშნავს, რომ всё, აი, ვაუ, ძალიან მაგარი ხარ თუ რაღაც. რა თქმა უნდა რა. ვიფიქრე, რომ რაღაცა ბევრი ვიხადო თქო, ამიტომ თან დაფინანსება მქონდა სახელმწიფოსი. და ძალიან ასე ვთქვათ, ნახევარ ფასად ვისწავლე, მაშინ რა ქვია, ჯავახიშვილში, სადაც სხვა უნივერსიტეტებში ბევრად ალბათ ორჯერ, სამჯერ მეტი უნდა გადამეხადა და ესე მოხდა, მაგრამ რაღაცები არის ჩემს ცხოვრებაში, რასაც ვნანობ ჩემო გიორგი. მაგალითად, თავის დროზე კერძო სკოლაში მიპირებდნენ გადაყვანას. მაშინ დემირელი სკოლა იყო. ეხლა რა სკოლაშიც ყოფილ შენობაშიც სკოლას ხსნით. რაღაც ოლიმპიადებზე გამოვდიოდი ხოლმე ბავშვობაში და ერთ-ერთ ოლიმპიადაზე იმდენად კარგი შედეგი დავდა, რომ ამ დემირელის სკოლაში ნახევარ ფასად სწავლა შემომთავაზეს და ეს იმდენად კარგი ფასდაკლება იყო მაშინ, რომ ჩემებმა აბა ხო არ გადავიყვანოთ ბავშვი, ჩემმა მათემატიკის მასწავლებელმა დაიბარა სკოლაში ჩემი მშობლი, დედა ჩემი, რომ კარგი ბავშვია, რაღაც ბევრად მეტი შეუძლია და წაიყვანეთ აქედან და ნუ დადგა საკითხი, რომ რუსკა ხო არ გადავიყვანოთ. ერთი პრობლემა იყო, რომ ვინ ატარებს ისე შორს, იმიტომ რომ საკმაოდ შორს იყო ახლა ნახალუკიდან ეს დემირელის სკოლა და მეორე იყო რომ მე მინდოდა თუ არა და აღმოჩნდა რომ მე არ მინდოდა, იმიტომ რომ ეს ახალი ბავშვები, ახალი გარემო, აქ ადაპტაცია და ასე შემდეგ, ცოტა მეზარებოდა რა და დღეს ვფიქრობ რომ შეიძლება მან რომ ესწავლა უფრო მაგარი ყოფილიყავი, მაგრამ არც არაფერს არ ვამტკიცებ პარალელურად არ ვიცი როგორი ვიქნებოდი, მაგრამ მოკლედ ვნანობ რა უნდა გადავსულიყავი, რატომაც არა. სხვა რამე ხომ არ ქონდა კიდე არჩევანი რომელსაც ნანოფ ახლა იგივე სწავლასთან იცი რა ნანოფ არა დიდად არ ნანოფ არ წავედი საზღვარგარეთ მაგისტრატურის გასაკეთებლად მაგალითად იმიტომ რომ მე აბსოლუტურად შემეძლო რომ ეგ გამეკეთებინა მაგრამ სულ იცოდი რომ თუ თავისუფლებას ვნახავდი საზღვარგარეთ საქართველოში არასდროს არ დაუბრუნდებოდი რა ვიცი ჩემი ხასიათი და თან ვიცი რომ აი თუ სადმე რაღაც ჩემი რაღაც მოვიწყო და იქ მომეწონა მე იმის დატოვება და ნუ ბრძოლა რაღაცებთან დაბრუნება არ მიყვარს და შესაბამისად ეგ რომ ვიცოდი რომ შეიძლება 5-10 წელი მე უკან არ დაუბრუნებულიყავი საერთოდ მივხვდი რომ აი ბებოს და პაპას დატოვება არ მინდოდა რა ის 10 წელი ჩემთვის რაღაც მნიშვნელოვანი იყო და საბოლოოდ არ ჩავაბარე საზღვარგარეთ რა ვიცი თუ მოგზაურობა მინდოდა ისე მოგზაურობდი ხოლმე მაგრამ ეხა მაგას ვფიქრობ რომ შემეძლო რომ მესწავლო საზღვარგარეთ რატო არა უფრო მეტ ქვეყანას ვნახავდი უფრო მეტ ხალხს გავიცნობდი უფრო მეტ ახალ რაღაცას ვნახავდი და ასე შემდეგ, მაგრამ ნუ it's okay რაღაც გაწყვეტილებას სხვა შორს არც აქ არ მქონია ნაკლებად საინტერესო ცხოვრება, იმიტომ რომ 20 წლის თუ 19 წლის მოვხდი გირჩი მალევე გავხდი რაღაც ბიბლიური თავისუფლების გოგო, რომელსაც ზედმეტ სახელად თიდა რუსკას ეძახდნენ, რომელიც 20,000 ბიჭს დაეხმარა, ზოგჯერ კომისრებს ურეკავდა, ეჩხუბებოდა, ამ ბიჭებს ეხმარებოდა და ნუ ეხლა მე ვთვლი, რომ ძალიან ბევრი გოგო არ არსებობდა იმ დროს ჩემ მასაკში, ვისაც ჩემზე ბევრად საინტერესო ცხოვრება ქონდა, თუ არ ჩავთვლით, ეხლა მართლა რაღაც კემბრიჯში და ოქსფორდში სწავლობ და ასე შემდეგ, რა ცხადია ვიღაცებს აქვს საინტერესო ცხოვრება, მაგრამ მეც არ ვუჩიოდი ჩემ ცხოვრების საინტერესოობას და ამიტომაც ეხლა რაღაც ნული და რაღაცები რომ აი ეს 7 წელი შემეძლო უფრო საინტერესოდ გამეტარებინა დიდად არ მაქვს რა თქმა უნდა პარლამენტის საქმიანობაში იყავი ჩართული ხო სხვა შორის არც ეგ არ იყო ნაკლები გამოცდილება რომ რაღაც ბევრ რამეში ვეხმარებოდი ნახევარი პარლამენტი გავიცანი იქ რაღაც რეკავდი აქეთ იქით ჩვენებს ვეხმარებოდი და მართლა საინტერესო იყო რა მუშაობის მხრივ თან მუშაობა რაღაცნაირად მე მიყვარს ვერ წარმოვიდგენია ჩემი თავი რომელიც არ მუშაობს რა ზოგჯერ ცალსახად შეიძლება სარმაც იცვარ და რაღაცების გაკეთებაც მეზარება, მაგრამ იმდენადარმაციც არ ვარ, რომ თვეობით მაგალითად სახლში ვიჯდე და არ ვიმუშაო ხტები შესაბამისად. ნუ აი, რა ვიცი, ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი გასული წლებით. რაღაცნაირად ჩამჩა გულში, უარი მსახიობობაზე. ანუ თან ცოტა შორიდან შეაფასე. როგორ გახსენდება ეს? როდემდე ფიქრობდი, რომელ კლასამდე თუნდაც ბოლომდე გინდოდა და თვეებით ადრე გადავწყვეტე რომ საერთოდ სხვაგან ჩავაბარებდი. ნუ იმიტომ რომ მე თეატრალურისთვის ცალკე მომზადებები გჭირდება, ხო, ცხადია მარტო ეროვნულის უნარებით და რაღაცებით ვერ გახვიდოთ იმ თეატრალურის გამოცდაზე, ხო, სხვა ისინი გჭირდება. და ბოლოს გადავწყვეტე რომ
მეთქი დავიგებ არაუშავს თუ ოდეს მე ვინმე რეჟისორი შეამჩნევს ჩემს დიდნიც აკეთებდით ხოლმე თამაშობდი სკოლაში ან რაღაც როლებს თუ განასახიერებდი კი სკოლაში კავეინით უტარდებოდა რა თქმა უნდა მე იქ რაღაც 8 ბავშვი თუ 9 ბავშვი ვიყავი ვინც ამ რაღაც სკეჩებს დგამდა დავდიოდით საბავშვო თეატრებში კინოებშიც დავყავდით ხოლმე პატარ-პატარ რაღაც სპექტაკლებს და რაღაცებსაც ვაკეთებდით სხვა შორის სპექტაკლები სულ მიყვარდა იმიტომ რომ ჩემს სამეზობლოშიც ბავშვები ვაკეთებდით ხოლმე რაღაც წარმოდგენა სპექტაკლებს, ბილეთებს 10-20 თეთრად ვყიდიდით, მე ვქეიფობდით ხოლმე ამ შეგროვებული ფულით და ნუ აი როგორ გითხრა რა, სულ აქტიური ბავშვი ყოველთვის ვიყავი, ვერ ნახავდი მაგალითად სკოლაში რაღაც მომხდარი იყო და მე იქ ჩართული არ ვყოფილიყავი. იგივე კლასელების თემაში აი ექსკურსიები ბანკეტი მე დავაორგანიზე, იმიტომ რომ აი თავი გავიგიჟე მეთქი ბანკეტი უნდა დავაორგანიზო და აი ორგანიზატორა ვიყავი რა მოწოდებით სულ და ეხაც რო ვაკვირდები გირჩიც რაღაცნაირად რაღაცების ორგანიზატორა ვარ ხოლმე და ეთქობა რაღაცების დაორგანიზება ჩემი პარული ნიჭია თუ მოწოდება თუ არ ვიცი მოკლედ სიყვარულზე გითხარი რამე აი 2000-იანი წლების გოგონები და ბიჭები, აი როგორ უყურებდით ამას სკოლაში. ყავდათ თუ არა ვიღაცები. კი, სხვა შორის მე ასაკეთებდნენ თქვენი, ასე ვთქვათ, სატრფოები. იცი, სატრფო ესე კონკრეტულად არ მყავდა სკოლაში, მაგრამ იმიტომ რომ იმას, ვისაც მე ვეტრფოდი, სხვა უყვარდა და ნუ ეს ცალკე დრამა იყო. თან იცი რა, ეს ბიჭი ისეთი იყო, რომ მარტო მე კი არ მომწონდა, თუ მიყვარდა. ანუ შეთხლეშილი გოგოები იყვნენ ჩვეულებრივად ამ ბიჭზე და არ ვიცი, ხა ეს ძალიან რა მოგწონდა, მაგრამ კლასელი არ იყო. კლასელი არა, 3 წლით დიდი იყო ჩვენზე რა და თან რაღაც მე-8 კლასელ გოგოებს რომ მე-11 კლასელი ბიჭი მოსწონდა ხო იცი ეს მე-11 კლასელი ალბათ არ შეხედავთ ამ მე-8 კლასელს არასდროს იმიტომ რომ ეს ბიჭი შემოდიოდა ხოლმე ჩვენთან ზოგჯერ სპორტის გაკვეთილზე რა ჩემს კლასელებთან კალათბურთის სათამაშოდ და ისე მიხაროდა ხოლმე სპორტის გაკვეთილი მარტო მაგიტომ მიყარდა რა აი როცა ეგ ადამიანი შემოდიოდა ნუ ესე სატრფოები დიად არ მყავდა უფრო მეგობრები მყავდა ხოლმე მაგალითად სხვა კლასებშიც კი რა ვიცნობდი ვიღაც ბავშვებს დასვენებებზე გამოვდიოდით რაღაცებს ვაკეთებდით ნუ ეს 5-10 წუთი დასვენება არაფერში არ ვყოფნიდა მაგრამ მე ვიღაცებს სახლისკენ მქონდა ერთი გზა დიდით ერთად მოვდიოდით სკოლაში და ასე გასართობს რა დალევდა რა ზოგჯერ რაღაც გაკვეთილები ჩაიშლებოდა ჩვენ სპორტზე ჩავდიოდით და ჩატოლოებს დავდიოდით და ასე შემდეგ. ეგ ბიჭი საბრძანდება ახლა. ეხლა არის ძალიან წარმატებული შეფი სხვათა შორის სხვა რესტორნებში. უბრალოდ ცოლი ყავს და 2 შვილი და ძალიან მიყვარს უსაყვარლესი ბიჭია და წარმატებებს უსურვებს ცხოვრებაში და დაიმსახურა ყველაფერი რაც მიიღო, მაგრამ ასე დაგტოვა ძალიან ბევრი გოგო თავის დროზე გულგატეხილი მე-9 კლასში. ასეთი თემა რომ შემოვიტანოთ დასაცვლით დავიწყეთ და ჩაცმულობაზე მინდა გკითხო. როგორც იციან ხოლმე ბავშვებში ეს რაღაცნაირი გრძნობა არის ხოლმე ვის რა აცვია, როგორი აცვია. გქონდათ თუ არა თქვენ კლასელებს სკოლაში ამაზე რაიმე ყურადღების გამახვილება ან ვინმეს ათვალწუნება ან რაღაცნაირი შეხედვა და თქმა თუნდაც ამის გამო. აი ამ მხრივ რა გახსენდება? იცი რა, მე როცა სკოლაში დავდიოდი იმ პერიოდში, რა ვიცი, ჩემს ოჯახს იმდენად არ უჭირდა არასდროს, რომ პირიქით აი თუ რამე ქონდათ რუსკას კარგად ჩავაცვათ და შემდეგ ეს იყო. შესაბამისად, მე ეს აი რაც თქვი ეგ რომ რაღაც გაჭირვების გამო ათვალწუნება, მე პირადად არასდროს არ გამომიცდია, მაგრამ თვითონ ჩემი კლასი იყო ხოლმე ისეთი და მაგალითად დამრიგებლებიც ისეთი მყავდა ხოლმე, რომ ვცდილობდნენ რომ თუ ვინმეს დააბულინგებდა მაგალითად ყოველთვის ჩარეულიყვნენ ამაში გამოეკულიათ რატო აბულინგებს ერთი ბავშვი მეორეს და სულ ცდილობდნენ რომ შერიგებისკენ მივიყვანეთ მაინც ასე თუ ისე და თვითონ კლასელებიც ისეთები ვიყავით რომ მაგალითად შეიძლება ბიჭებს ზოგჯერ რაღაცაზე ეჩხუბათ ხოლმე და ვიღაც დაებულინგებინათ მაგალითად აი რაღაცის გამო ხარ მინდა რომ დეტალებში ჩავყვან მაგრამ სულ გამოჩნდებოდით ხოლმე ვიღაც ბავშვები შეიძლება ზოგჯერ მეც ვიყავი ბულერი რა მაგას არ გამოვიწყებ იმიტომ რომ აი ეს ჩემს გარშემო იტრიალოს სამყარო ზოგჯერ შეიძლება მაგაშიც გამოიხატებოდა რომ ვიღაცას მისი გადმოსახედიდან ვაბულინგებდი ოღონდ თვალსახად რომ ბულერის როლში არ ვიყავი სულ რა შეიძლება ზოგჯერ ესე გამომდიოდა და შესაბამისად ეს ბავშვები ყოველთვის ვექომაგებოდით ხოლმე ერთმანეთს რომ ვიღაცას დააბულინგებ და ვეუბნებოდით რომ რატო ქენი ეგრე ეგ არ უნდა გაიკეთებინო თორე ცხადია ვიღაცა შეიძლება დახეული მახსოვს ერთხელ ჩემ კლასელს ძალიან დიდხანს იცოდა დახეული კეტები თუ ბოტასები და ბოლოს ბავშვმა გადაწყვეტეთ რომ რაღაც ერთი დღე ლუბიანები და ხაჭაპურები არ გვეჭამა ბუფეტში რაღაც 2 თუ 3 ლარი ავაგროვეთ და შევძელით რომ რაღაც
ახალი კეტები გვიყიდა ჩვენი კლასელისთვის და ძალიან დიდხანს ეცვა მე ის კეტები სხვა შორის და ეს ძალიან კარგი იყო, იმიტომ რომ ერთმანეთს რაღაც სიკეთის მაგალითსაც ვაცნევდით. თუ მასწავლებელი დაგეხმაროთ. არა, მახსოვს რომ ჩვენ მოგვივიდა ეს იდეა, რომ მოდი, ანუ რა უნდა ხო ფულის შეგროვებას, იმიტომ რომ ძალიან ბევრს სულ გვატანდნენ ხოლმე, ხა შეიძლება რაღაც სავსე ჯიბეებით არ დავდიოდით, მაგრამ საჭმლის ფულს ხო ყველას ატანენ ყოველდღე თითქმის რა და შესაბამისად ძალიან მარტივად მოვაგვარეთ ეგ, რომ მაშინ დავხმარებოდით ჩემ კლასელს. კიდე იყო ერთხელ რომ ჩემს კლასელს ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა და დავიწყეთ თანხების აგროვება, რომ აბა ელენეს დავეხმაროთ და ასე შემდეგ და სულ აფასებდი მე ამას, რომ რაღაც შეეძლოთ ხოლმე, რომ რაღაც თუნდაც მშობლები და თუნდაც ბავშვები გვერდში დაგდგომოდნენ რა, ძალიან კაი იყო. და ამიტომ ხო, პატარა ბულინგის რაღაცები იყო ხოლმე ცხადია. ეგ არ მეგულება მე სკოლა ან კლასი, სადაც ბავშვები ერთმანეთს არ აბულინგებენ, მაგრამ თავარია ეს ბულინგი ისე არ გადაიზარდოს, რომ რაღაც ზოგჯერ ფატალურ შედეგამდე მიდის ხოლმე, რომ ვიღაც ბავშვები ვერ უძლებენ ამას და თავს იკლავენ და ხო ხვდები 1000 საშინელი რამე ან თავს რაღაცას უშავებენ და ჩვენთან ეს არა, ერთმანეთს იქამდე ვაჩერებდით, სანამ ძალიან შევტოპავდით ხოლმე რა. მასწავლებლებს როგორ ეცვათ ხოლმე? თუ აქცევდით ამას ყურადღებას და რა გახსოვთ ან რაღაცნაირად ღიმილით ხომ არ უყურებდით ხოლმე რა? არა, მაგრამ ახსოვს ვიღაცები მასწავლებლები მიყავდა, რომელსაც გაპრანჭვა ძალიან უყვარდათ. აი, ხო იცი, რო ეტყობა, რომ დილით თავის თავს დრო დაუთმო, რომ კარგი მაკიაჟი გაეკეთებინათ, მე ბილამაზად დაეხვია, რაღაც შეეხამებინა ზედა და რაღაც ქვედაბოლ და ასე შემდეგ. ვიღაცებს ემჩნეოდათ ხოლმე. ვიღაცებს ემჩნეოდათ, რომ აი, ხო იცი, დილით პირველი რაც დაგეცემა კარადიდან იმას, რომ იცმევ და გარბიხა, რომ ქეჩქარება მეც ძალიან ხშირად ყოფილა ეგრე. მაინც ეტყობოდათ ხოლმე რა და ამიტომ იყვნენ კი აი გაპრანჭული მასწავლებლები, მაინც იქცევდნენ ხოლმე ყურადღებას, მაგრამ ხლა მაინც ბავშვი რო ხარ, დიდად არ გაინტერესებს ხო ხვდები რაღაც ბრენდიაცვია მასწავლებელს თუ არა ბრენდი, ამას ხადია თითქმის არც ერთი ბავშვი არ უყურებს, თუ ძალიან ბრენდებზე გადარეული ბავშვი. ხო, ჩვენ მე ჩემს არ უყურებდი საერთოდ, იმიტომ რომ მე თვითონაც ბრენდებს მაცმევდნენ თუ არა ჩემს ოჯახში, მაგას არ უყურებდი. თავარია მომწონებოდა რასაც მაცმევდნენ და არა ის ხა რაღაც რამდენი ლარი გადაიხადა. შორის რომ აი ასე უყურებდი პირადად ჩვენც და სხვაებიც აი კი კაცო ბევრჯერ ყოფილა მეორადებში დავდიოდი ხომ ბებიაჩე მეუბნებოდა რომ კარგი ბებო რა წადი მაღაზიაში იყიდე რა გინდა ეს ხო იცი ეს ამას განიცდიან ხოლმე ბავშვებთან ცოტა თინეიჯერობის ასაკში და რაღაც არასასურველი ნერვიულობა მოყვება ხოლმე ასეთ თემებს. მე წაღან მაგიტო აღნიშნე რომ მე ყველაფერი მქონდა თქვენ, იმიტომ რომ მე არ შემიძლია ხა ვისაც არ ქონდა და იმ დროს უჭირდა იმ ბავშვის გადმოსახედი, ბოლომდე გავიგო ხო ხვდები მე კი აბსოლუტურად მესმოდა რომ მე რაც მინდოდა იმას რომ სწრაფად მისრულებდნენ, იმ ბავშვებმა თვეები დასჭირებოდა ოცნება რაღაცაზე რომ ეს რაღაც მიეღო. ამას ხვდებოდი აბსოლუტურად, მაგრამ ნუ აი უფრო ისტრესებოდნენ თუ არა, ალბათ კი ისტრესებოდნენ კიდეც კი, იმიტომ რომ რთულია რომ ბავშვობაში რაღაც რო და რო ხვდები რომ შემშობლოს არ აქვს და ვერ თხოვ, მაინც რა თქმა უნდა ამას სტრესი მოყვება. თუმცა ამის გამო არ ითვალწუნებდით და რაღაც ზემოდან არ რომ არა გეთვალწუნებდი, ზოგჯერ შეიძლება ზემოდან ყურებაც გამოგვდიოდა ცალსახად და რაღაცებს ვიღაცა თუ ცოტა რაღაც არ მოგვეწონებოდა, მაგალითად ვიღაც ცუდად დაგველაპარაკა ხო, მე შენ ცოტათი აითვალწუნებ რომ აი ამას რა აცვია ეს თმები რანაირად აქ, მაგრამ მაგისკენ არ ვიყავით ორიენტირებული რა, უფრო რაღაც ესეთი ბავშვები ვიყავით. თამაშისკენ მოწოდებულები უფრო ვიყავით და შეიძლება აი გაკვეთილი აგვერია უფრო მეტად, ვიდრე ის რომ ვიღაც ჩვენი კლასელები რაღაც ტირილამდე ბულინგის მსხვერპლები გაგვეხადა. რადგან ახსენე, მე ხო იცი მაინტერესებს როგორც მასწავლებელსაც ეს გაკვეთილის არევები, ჩაშლები, რაიმე ისეთ საინტერესო ხერხს ან სტრატეგიას ხომ არ გაგვიმხელდი. ესე არ. მე ძირითადად ვერ გეტყვი რომ ჩამშლელი ვიყავი, მაგრამ არც ის არ ვიყავი, რომელიც იძახდა ხოლმე რომ სწავლა მინდა, გაჩვუმდით და ხო, ეგრეთ არ ვიყავი, იმიტომ რომ რა ვიეხა რა ზოგჯერ გაკვეთილია, ხან ჩაიშლებოდა, ხან არ ჩაიშლებოდა, მაგრამ მასწავლებლებს ვაბრაზებდნენ ხოლმე, იყო ერთ-ორი შემთხვევა, რომ აი მასწავლებელს ტირილი მოუნდა რა, ისე გავაბრაზეთ, იმიტომ რომ ხო ხვდები, დაფისკენ რომ მიიხედავს და უკან სიგიჟე რო ხდება და რო გამოიხედავს და ყველა რო ჩუმდება, აი რაღაც ეგეთ რაღაცას უკეთებთ ხოლმე და აი იშვიათად მეწოდებოდნენ მასწავლებლები რომ მეთქი ხა ამას როგორ უნდა რომ უსმენდეთ ყველა და აი არ უსმენთ, მაგრამ რა ბავშვები ვიყავით რა და არ ვიცი ეგეთ რატო ხდებოდა, იმიტომ რომ უფრო რბილად რომელი მასწავლებლებიც გვექცეოდნენ, წესით რბილად მომქცევი მასწავლებლები ხო უფრო უნდა გიყვარდეს, იმათ აი არ ვიცი, ზოგჯერ შეგვეძლო კლასი ხმაურით თავზე დაგვეხურებინა და ვით ძალიან კაცრი იყო, იმასთან რა თქმა უნდა ბუზის გაფრენის ხმა ისმოდა და ეთქობა სათანადოდ არ ვაფასებდით არამკაცრ ლოიალურ მასწავლებლებს რა, იმიტომ რომ მაგდროს ხო შენ ის
მინდა მარტო რომ ოღონდ მასწავლებელმა რამეზე ყური და თვალი დახუჭოს, ოღონდ იხმაურო და გაერთო და ნუ მაგაზე რომ ვიყავით ორიენტირებულები, ზოგჯერ ასე ვშლიდით გაკვეთილებს. როგორ ფიქრობ? აი სკოლის პერიოდში მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის მეგობრობა შეიძლება? რასაც ქვია მეგობრობა. აი ამბობენ ხოლმე რომ აი მეგობრული მასწავლებელი. გასაგებია მეგობრულობა სხვა რამეა. მაგრამ აი რაც მეგობრობაა. მეგობრობა ცხადია შეიძლება მასწავლებელს და მოსწავლეს შორის, იმიტომ რომ შენ თუ გინდა რომ შენი მოსწავლე გენდობოდეს, თუ რაღაც უჭირს და ცუდად არის თუნდაც მოდიოდეს და შენთვის ამის თქმა უნდადეს, რა ვიცი, შეიძლება ოჯახში მაქვს მე ისეთი პრობლემა, რომ რაღაც სკოლაში ტირილი მინდა ისეთი მივედი და თუ მყავს მასწავლებელი რომელიც მკითხავს რომ მითხარი რა გჭირს რა დაგემართა რაღაც ჩემს რაღაც ტკივილს გაიგებს ცხადია ეს მეგობრობაა და ძალიან კარგია და პირიქით რაღაც უნდა არსებობდეს მასწავლებელს და მოსწავლეს შორის ისეთი კავშირი რომ ბავშვს უხაროდეს ამ მასწავლებლის დანახვა და მის გაკვეთილზე ყოფნა და მოსმენა მაგრამ არის რაღაც საზღვრები რაც არ უნდა გადაიკვეთოს ჩემი აზრით თუნდაც იგივე მასწავლებლსა და მოსწავლეს შორის იმიტომ რომ თუნდაც ის იერარქია რომ რაღაც მე შენ რაღაცას გასწავლი და პატივისცემა ამის გამო რომ რაღაცას გასწავლი და შენზე უფროსი ვარ ასე ვთქვათ და უნდა მომცე საშუალება რომ გაკვეთილი ჩავატარო რაღაც ეს ზღვარი მაინც უნდა არსებობდეს რა იმიტომ რომ ზოგჯერ ხო იცი ზედმეტ თავისუფლებას თუ აძლევ ბავშვს ასე ვთქვათ თუნდაც გაკვეთილზე აი არ ვიცი ეს როგორ თქვა რომ ცუდად არ გამომივიდეს რა იმიტომ რომ თავისუფლება ცხადია კარგია მაგრამ აი ეს მეგობრობის ზღვარი არ ვიცი როგორ ავხსნა რომელიც ჩემი აზრით მაინც საჭიროა რა წესრიგი აქვს თავისი წესები აქვს ხო რაღაც სიტუაციაში უნდა მოვიქცეთ გარკვეული წესების მიხედვით ხო ერთი თემა მინდა კიდე რომ განვიხილოთ ენაზე აი ხო აქვს დამახასიათებელი თაობებს რაღაცა ენა განსხვავებული შეიძლება სლენგიც დავახვათ ხო ამას როგორ ლაპარაკობდით თქვენ აი 2000-იანების თაობა აქ შემოდის კიდე რაღაც ხო რაღაც გავლენა უცხოურიანების და ასე შემდეგ ხომ არ მიგიქცევია ამისთვის ყურადღება თუნდაც იგივე მასწავლებლების თაობასთან შედარებით რამეს ხომ არ გამოყოფდი რომელიც განგასხვავებდათ თქვენ მაგალითად მეტყველები იცი რა არ მახსოვს ეხლა არის ძალიან ბევრი სლენგები შემოსული მაგალითად აი ჯენზის რო ეძახია ხო იცი მაგათმა slay queen და რაღაცას რა მომხოლმე და ეს აი ძალიან დიდი ოდენობით აუკვე სლენგები ზოგჯერ მეც კი არ მესმის რაღაც სლენგს რო იტყვენ ვფიქრობ რომ მეთქი ანუ ამით რის თქმა უნდა და სერჩავ ხოლმე რომ ძალიან ჩამორჩენილი არ ვიყო რა მაშინ არ გქონდა ამდენი სლენგები არ ვიცი რატომ მაგრამ ცხადია ალბათ რაღაც მაინც განგვასხვავებდა ბავშვებს და მოსწავლეს, მაგრამ ზუსტად აი თუნდაც ერთ ისეთ სლენგს ვერ ვიხსენებ ან ფრაზას, რომელიც ბავშვობაში ამოჩემებული მქონდა, რომ ეხლა გითხრა, უფრო რაღაც იცი რა იყო, რეკლამებში და რაღაცებში რა სისულელეებიც იყო ხოლმე, მაგას ვიჩემებდით და ვიმეორებდით რა. ესე ვერ გეტყვი, არ მაქვს მაგაზე გასაგები. მუსიკას თუ უსმენდი, თუ გიყვარდა, ახსენე მუსიკის გაკვეთილი, რომელიც უაზრობად მიგაჩნდა ჩემი მუსიკის გაკვეთილი ცხადია ცალსახად უაზრობა იყო. თვითონ მუსიკა ეს საინტერესო და ახალგაზრდობისთვის რა ვიცი ყველანაირად მიმზიდველი სფერო ხო კულტურის. ეს როგორი იყო? ბავშვობაში დედაჩემი ცდილობდა რომ აი მაგალითად კლასიკური მუსიკაც შემოეტანა ჩემს ცხოვრებაში და ასე შემდეგ. მაგალითად დედაჩემის მულს დავყავდი ხოლმე ოპერაში შეიძლება წავეყვანე რაღაც მაკნატუნა ეს ასე შემდეგ და ხო ხვდები ანუ ცდილობდნენ რომ რაღაც ეს სულიერი საზრდო ოპერა ბალეტი, რაღაც თეატრი, მაინც რაღაცნაირად ჩემს შემოეტანათ და ვუსმენი ხოლმე, მაგრამ რაც გავიზარდე, გავხდი რაღაც ელექტრონული მუსიკის მსმენელი კლაბერა რაღაცაირი გოგო, მაგრამ არც მაგას არ ვჭირე, რომ მუსიკის მხრივ აი ბევრ რაღაცა შემიძლია უსმენო. ჩემს ბავშვობაში უფრო მოდაში იყო პოპ კულტურის წარმომადგენლები, რაღაც Maroon 5, Pink, Beyoncé, Rihanna და ცხადია, ყველა მაგას უსმენდა ხოლმე და ეხლა მეც უსმენდი სხვანაირად ვერ გამოვიდა. ისეთი ძალიან კლასიკური მუსიკის მოყვარულიც არ ვიყავი, რომ ყველა მაგას რო უსმენდა, მე ამისთვის მესმინა. გავიგე რომ ერთ-ერთი პოპულარული მუსიკოსის კონცერტზე დარეგისტრირებულ ხარ თუ აპირებ წასვლას. ეს ჩემ დაბადების დღეზე უწევს. აი ხო, წარმოგიდგენთ ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტზე, მე ოდესმე თუ წავიდოდი, ვერ წარმომედგინა და იმიტომ რომ ეგრეც არ მიყვარს, მაგრამ ჩამოდის ჩემს დაბადების დღეზე ზუსტად 23 ივლისს და გადავწყვიტე რატომაც არა ბავშვობაში ვისაც რაღაც YouTube ვიდეოებში ვუყურებდი, ახლა შემიძლია რომ ლაივში ძალიან ბავშვობა გავიხსენო და რაღაც 1-2 სიმღერა ვიმღერო და რატო არ უნდა მივიცე თავს ეგეთი გახალისების უფლება, რატომაც არა.
თანდათან ბოლოსკენ წავიდეთ და მინდა კიდევ გაიხსენო ცხოვრებაში არა მაინც სკოლასთან დაკავშირებული ადამიანები, რომლებიც თქვა ჩვენი მასწავლებლები არიან, ან თვლი რომ რაღაც გამოცდილება შეეძინა ამა თუ იმ ადამიანთან ურთიერთობა. შეიძლება ოჯახის წევრიც ან ვინმე ისეთი. ამ ადამიანებს ბებია ჩემი პირველ რიგში, აი ბებია ჩემის გარეშე არ ვიცი საერთოდ როგორ ვიქნებოდი რა, იმიტომ რომ ბებია ჩემო ძალიან ბევრი რაღაც ჩადო ჩემში, ძალიან ბევრი დრო დამითმო ცხოვრებაში და ცხადია რომ აი ბებოს გავლენა იგრძნობა ჩემზე და მეც ძალიან დიდ პატივს ვცემ ბებია ჩემს. მე ვფიქრობ რომ აი ჩემი ოჯახი რა, იმიტომ რომ ჩემ ოჯახს რო რაღაც ისეთი რაღაცები არ დაენახებინა ჩემთვის, რაც დამანახეს. მე შეიძლება ეხლა ისე ვერ დამიფასებინა რა მნიშვნელოვანია ოჯახი ადამიანის და ასე შემდეგ რა. კიდე იყვნენ ჩემ ცხოვრებაში ეს აი როლ მოდელები არ მყავდა არასდროს რა ცხოვრებაში, უფრო მეტად როგორი ბავშვი ვიყავ, იცი რომ სხვადასხვა შემთხვევების და მაგალითებისგან სწავლობდა ხოლმე რა, ზოგჯერ თვითონ უშვებდა შეცდომებს და ამით ან დედა ეტყოდა რომ აი აქ შენ შეგეშალა და ესე არა ესე უნდა გექნა, ან თვითონ მიხვდებოდა რომ შეეშალა და საკუთარ რაღაც შეცდომებზე ვსწავლობდი, ან სულ დაკვირვება მიყვარდა ხოლმე რა, ვაკვირდებოდი აი სხვებს. აი შეიძლება რაღაც მომენტში გაკვირდებოდა რეაქციებზე, სხვამ რო რაღაც გითხრა, შენ როგორი რეაქცია გქონდა, ანუ სახე გაგებადრა, გაბრაზდი, არ გესიამოვნოთ რაღაც და ეგრე რომ ვაკვირდებოდი ხოლმე ყველაფერს შესაბამისად ძალიან ბევრ მაგალითს პოულობდი იმისა, რაღაც როგორ არ უნდა მოვიქცე, როგორ მოვიქცე და ასე შემდეგ და აი ესე ნელ-ნელა რაღაც იმას გქონდა. კიდე არ ვიცი, ბევრი ადამიანი იყო ჩემ ცხოვრებაში ისეთი, ვისგანაც რაღაცები მისწავლია, მაგრამ ესე სულ რო ერთი და იგივე ადამიანის განსწავლობდი და ის ჩემი რაღაც როლ მოდელი იყო, ესეთი აი მარტო ჩემი ოჯახიდან თუ გავიხსენებდი ვინმეს. შენგან რა შეიძლება ისწავლოს ადამიანმა, თუნდაც ახალგაზრდა, მან თუნდაც უფროსი თაობის ადამიანმა, როგორ ფიქრობ? ჩემგან შეიძლება ისწავლოს კარგი რაღაცები სხვათა შორის, მაგალითად როგორ იყოს თავისუფალი, როგორ არ მიაქციოს ხშირად სხვა ადამიანების აზრს ყურადღება, რომელთა აზრი საერთოდ არ არის შენთვის მნიშვნელოვანი, როგორ ასე ვთქვათ, იბრძოლოს იმისთვის, რაც მიაჩნია რომ სწორია. შეიძლება ჩემი ბრძოლა ვიღაცისთვის რაღაც ხმალამოღებული რომ ვიბრძვი, ეს არც ჩანს და არც არის საჭირო რომ ეს ჩანდეს, მაგრამ მე ხოლმე ვიცი ჩემი ცხოვრება როგორი იყო, მთელი ცხოვრება რას ვაკეთებ და კი რაღაც მომენტები არის, როცა რაღაცისთვის სულ ვიბრძვი. დასახულ რაღაც მიზანს თუ დავისახავ, ყოველთვის ვცდილობ რომ ამისკენ რომ არ აქვს ეს მნიშვნელობა, ეს მიზანი რა იქნება, მაგალითად მე ახალი მობილური სყიდვა და ახალი მანქანა მინდა, სადმე წასვლა მინდა თუ ასე შემდეგ. აი ყოველთვის ვცდილობ რომ რასაც ვეტყვი ჩემს თავს, რომ კი რუსკა შენ ამას აუცილებლად გაგიკეთებ, მე ვცდილობ რომ ჩემთვის გავუკეთო. ეს შეიძლება ისწავლოს, შეიძლება ისწავლოს სიკეთე შეიძლება ისწავლოს, იმიტომ რომ საკმაოდ შეიძლება ვიღაცების თვალში ხშირად ჩანვარ კაცრი, ავი, ბებია ჩემი მეცახდა ხოლმე. ბავშვობაში უიმე რა ავიხარ, ზოგჯერ მეტყარა. კი, შეიძლება ვიღაცების თვალში ესეთი ჩანდა და მართლა ეხლა მე ეს რა ქვია, იავარდით მოპენტილი ხასიათი არ მაქვს ცხადია, იმიტომ რომ თუნდაც ის რომ რაღაც პირველობა მიყვარს, თუნდაც ის რომ ასე ბრაზიანი ვარ, ზოგჯერ ფეთქებადი ვარ. გულწრფელი ხარდაც. ხო, გულწრფელი, მაგალითად, მე თუ რამე არ მომეწონება შენგან, ეგრევე მოვალ და გეტყვი რომ მეთქი გიორგი ეს რა არის, რა გააკეთე, არ მიყვარს რომ წავიდე ჯერ მთელ ქვეყანასთან ბიჭორაო, რომ აი გიორგი ეს გააკეთა, ეს გააკეთა და მე შენ ყურამ და ვიღაცისგან მოვიდეს, რომ აი რუსკამ შენზე ეს თქვა რომ არ მეწონა. მე ძალიან პირდაპირ ადამიანი ვარ და შეიძლება ადამიანებმა ჩემგან პირდაპირობაც ისწავლონ, იმიტომ რომ ვაფასებ მე ძალიან პირდაპირობას, არ მიყვარს ორპირი ადამიანები, არ მიყვარს ტყუილი, იშვიათად რომ ტყუილებს ვამბობ, იმიტომ რომ ალბათ უფრო ბავშვობაში ვამბობდი, როცა დედა ჩემი სადმე არ მიშვებდა ხოლმე დედამ აპატია, იმიტომ რომ ზოგჯერ იყო რომ სადღაც არ მიშვებდა, თუ ხასიათზე არ იყო და მე მინდოდა ხოლმე წასვლა და ვეუბნებოდი რომ დედა დღეს დაკალთან მივდივარ და მე მივდიოდით რაღაც სადღაც წასვლა თუ გვინდოდა. მე კი გამომიჭერდა ხოლმე დედა ჩემი და ამის გამო მაგარს მიმობულინგებდა ხოლმე, ასე ვთქვათ, სიტყვიერად, რომ როგორ შეიძლება ესე იგი შენ ვერ უნდა გენდო და ასე შემდეგ, მაგრამ ხო რა, ესე იყო, რაც იყო, მოკლედ მთელი ჩემი ახალგაზრდა. უმცროსი დაგყავს და აი რომ გვითხრა მასთან ურთიერთობაზეც და ამ თაობაზე შედარებით ხო 10 წლით არის უმცროსი, როგორი ადამიანები არიან ესენი? მგონია რომ ჩემი და ბევრად უფრო თავისუფალი ბავშვი არის, ვიდრე მე ვიყავი. მეც ძალიან თავისუფალი ვიყავი, მაგრამ აი დედა ჩემი მე რასაც მიშლიდა, მაგალითად 18 წლის რო ვიყავი,
ჩემდას ვერ უშლის ამას, იმიტომ რომ ჩემდას რამეს დაუშლი და იქ მესამე მსოფლიო ომი დაიწყება ჩვეულებრივად რა. აი ზოგჯერ შეიძლება ისეთი დრამა მოხდეს არაფრის გამო და მე ზოგჯერ ვიცახი ხოლმე რომ აუ მეთქი ელენე მე შენთან შედარებით არ ვიცი ჩვეულებრივად ძალიან საცოდავი დამყოლი ბავშვი ვიყავი, იმიტომ აი უპრობლემო რა. უფრო თავისუფლები არიან. ცხადია ძალიან კარგია ეგეთი როა ჩემდა, იმიტომ რომ ვერან ვერ დაჩაგრავს და მეც დიდად ვერ ჩაგრავდნენ ხოლმე და დედა ჩვენის დამსახურებაა ეს ალბათ, იმიტომ რომ მე მაგალითად მარიკას უმასწავლი და ბავშვობაში რომ ვინმე ბაღში ერთს თუ ჩაგარტყავს, შენ ორი ჩაარტყი მეუბნებოდა, იმიტომ რომ მეორედ აღარ მოუნდეს იმ ვიღაცას შენი ცემა რა. ან თავდაცვას არ გაიმეოროთ ბავშვებო მეტომეტეს. ბავშვებო არა, მართლა ესე უნდა მოიქცე, იმიტომ რომ ძალადობა ცუდია ბავშვებო, მაგრამ ვიღაც თუ ცდილობს რომ თქვენზე იძალადოს, ჩაგარტყათ, დაგამციროთ, შეგიძლიათ თქვენ საპასუხო აუცილებლად გაუშვათ, იმიტომ რომ არ იყოთ მომავალში ბულინგის მსხვერპლი. მართლა თავდაცვა ეგრე მუშაობს რა ჩვეულებრივად, იმიტომ რომ შენ თუ ვიღაც ბავშვს ანახებ, რომ შენ ძალიან სუსტი ხარ და რამდენჯერაც ჩაგარტყავს, იმდენჯერ გეტირება, ის კიდე მილიონჯერ ჩაგარტყავს და ხო მაგას მასწავლდა ხოლმე დედა, თორე ბავშვები ცემე და ბერტყე სკოლაშიო, ცხადია ამას არ მეუბნებოდა რა. და კარგია მოკლედ ეს დამოუკიდებელი ბავშვები რო არიან, მაგრამ არ ვიცი, დედა ჩემი ცოტა უკმაყოფილოა ჩემი დის ხასიათით, იმიტომ რომ აი ეს მაინც ვერ იმორჩილებს ბოლომდე როგორც უნდა, მაგრამ კარგია, მე ხშირად ჩემ დისპოზიციას ვიჭერ ხოლმე, იმიტომ რომ მეც ვუჯერებდი დედა ჩემს ბევრ რამეს. მე ნერვები მეშლებოდა, რატო დავუჯერე თქო და ამიტომ რა ესეთია რა ახალგაზრდა თაობა. თან უფრო მეტი ის აქვთ გასაქანი, რა ვიცი, თუნდაც ინფორმაციის მოძიების მხრივ, სწავლის მხრივ, რაღაც უნივერსიტეტში ჩაბარების მხრივ, ასე შემდეგ და მესმის რომ აბსოლუტურად თავისუფლები არიან. ანუ უფრო თავისუფლება. უფრო თავისუფალია კი და უფრო ესეთი ძლიერი, მაგრამ სიძლიერის არც მე არ ვუჩივი, მაგრამ აი ის არის ავი წეღან რო თქვი, აი ზუსტად მაქსიავეს მიყვება. ალბათ ამას რო ნახავს სახლში მისულს მომკლავს ან რაღაცას მიზავს, მაგრამ მედი არ. ძალიან დიდი მადლობა რუსკან, სასიამოვნო და საინტერესო იყო შენთან საუბარი. მეგობრებო, დიდი მადლობა ასევე თქვენ. ეს იყო გადაცემა რუსკა აბუაშვილის სკოლაზე. დაელოდეთ შემდეგ სკოლას.